Ça fonctionne. Je vais traduire. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ესე იგი ჩვენ ფრანგული ინსტიტუტი გვიწევს და პირველ რიგში ბატონ ჟან-კრისტოფ სალადენს იმისთვის რომ გამონაკლისია არ ვილაპარაკოთ ფსიქოანალიზზე, ვილაპარაკოთ ისტორიაზე და განსაკუთრებით ისტორიაზე, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული და ძალიან ესეთ პერიოდთან, ანტიკურ პერიოდთან და იმ კავშირებთან, რომელიც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ბერძნულ ცივილიზაციასთან ზოგადად. მადლობას ვუხდით ამისთვის პირველ რიგში ფრანგულ ინსტიტუტს, ბატონ ჟან-კრისტოფ სალადენს, რომელიც მესამედ მოგზაურობს საქართველოში და არის დიდი მხარდამჭერი ყველა ჩვენი წამოწყების და ის, ასე ვთქვათ, ჩვენს სამუშაოს, ჩვენს აქტივობებს ამდიდრებს კულტურულად ძალიან თავისი მოხსენებებით და ერთ-ერთი ბოლო მოხსენება მას ჰქონდა ილიას უნივერსიტეტში და დღეს აქ. მისი მოხსენების სათაური არის ჰუმანისტთა საგანძური, მცხეთის კურტიზანი ქალის ჰუმანისტური საგანძური, ასე ვთქვათ. და ქვესათაური არის უცხოელი ვიზიტორის გასეირნება, ასე ვთქვათ. ჟან-კრისტოფ სალადენი არის ისტორიკოსი, ის არის ძალიან ბევრი ნაშრომის ავტორი და წიგნის, განსაკუთრებით ჰუმანიზმის და ჰუმანიზმის ისტორიის ევროპაში და დასავლურ ცივილიზაციაში. მან გამოსცა აბსოლუტურად შთამბეჭდავი ტომები ერასმ როტერდამელის თქმულებების, რომელიც მან ხელახლა თარგმნა ლათინურიდან ძალიან დიდ გუნდთან ერთად მთარგმნელების, აგრეთვე მას ეკუთვნის ბევრი ნაშრომი ბერძნულ ცივილიზაციაზე, რენესანსზე და ბოლო მისი ნაშრომი არის votre dernier livre Les aventuriers de la mémoire perdue. დაკარგული მეხსიერების aventurier, on peut traduire როგორც მოგზაურები, როგორც თავგადასავლების მაძიებლები, რომლებიც ეძიებენ დაკარგულ მეხსიერებას და ახდენენ ამის. Aventurier, c'est un peu comme géorgien. Aventurier. C'est un petit peu. Chez nous, c'est un peu la même chose que géorgien. Ceux qui aiment bien. Oui, ანუ ვისაც უყვარს თავგადასავლების მოყვარული, როგორც ქართველები. მოკლედ აი ეს არის და დანარჩენს Bon. Alors, bonjour à tout le monde. Je ne sais pas ce qu'il a dit, mais je pense que c'était très bien. Et donc, je suis d'accord. Alors, je remercie évidemment l'Institut français de m'avoir invité, la Maison Verte, parce que c'est quand même par elle que ça a transité pour venir ici, et le public, vous êtes très nombreux et des gens instruits et qui êtes des interlocuteurs pour moi très importants. Et donc, je vais vous parler, j'ai pensé, le titre, le vrai titre de la conférence, c'est « Le trésor humaniste de la courtisane de Mstreta ». Alors, c'est un titre un peu littéraire. Mais derrière ça, mon idée, c'était simplement de donner des impressions d'un touriste, d'un voyageur qui visitait le musée de Mstreta en 2018, ce qui était le cas. J'étais venu déjà avec ma femme pour la Maison Verte et on a visité ce musée et je suis tombé en arrêt devant quelques pièces qui m'ont énormément impressionné et du coup, quand j'ai su que j'allais revenir aujourd'hui de nouveau pour accompagner ma femme à la Maison Verte, je me suis dit, tiens, ces objets, une bonne entrée sur la question de l'humanisme en Géorgie, en Europe, partout. ესე იგი, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მადლობას ვუხდით ფრანგულ ინსტიტუტს, რაც შეეხება სათაურს ჩემი მოხსენების, ეს თითქოს ლიტერატურული სათაურია, ეს არის მცხეთის კურტიზანის
ჰუმანისტური საგანძური, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ერთგვარი შთაბეჭდილების შედეგი, რომელიც მე მივიღე 2018 წელს, როცა ჩემ მეუღლეს მწვანე სახლთან დაკავშირებულ ამბებზე ვახტი თბილისში, შთაბეჭდილების, რომელიც მე მივიღე მუზეუმში და ვნახე გარკვეული ობიექტები, რომლებაც მე შთამაგონა და მას შემდეგ რაც დავბრუნდი საფრანგეთში და გადავწყვიტე მეორედ ჩამოსულიყავი საქართველოში, ვიფიქრე რომ მეტი მეკვლიე ამ არქეოლოგიური ობიექტების შესახებ და გარკვეული ჩემი ნარკვევი წარმედგინა თქვენთვის. Alors, nous avons prévu que je fasse la conférence et qu'il y ait des questions après. Mais moi, je pense, si vous avez une question vraiment qui vous vient d'une chose que j'ai dite ou d'une image que j'ai montrée et que c'est vraiment immédiat, c'est mieux de le dire tout de suite et on peut s'interrompre plutôt que de garder pour la fin où on se rappelle plus ce qu'on a dit avant. Voilà. თუ ესე იგი კითხვები შეგვიძლია ბოლოს დავსვათ, მაგრამ თუ შუაშიც მიმდინარეობის პროცესში გექნებათ კითხვები, შეგვიძლია დავსვათ სურათებთან ან მასალებთან დაკავშირებით. Bien, je commence. Alors, d'abord, parlons du trésor, de cette chose que j'ai vue, que beaucoup de gens ont vue, évidemment, et qui m'a tellement impressionné quand je suis venu en 2018, et qui m'a impressionné de nouveau. Je suis allé tout à l'heure avec Nino Lortkipanidze au musée, avec Maya, et on a vu ces objets, et pour moi, c'est toujours aussi impressionnant. Alors, on va regarder ces objets, ce trésor. Voilà. ვისაუბრებთ იმ 2018 წელს რაც ვნახე მე და დღესაც მოვინახულე ეს ობიექტები რამაც Là, voilà, je les passe tous à la fin, et vous voyez qu'il y a une collection, c'est une collection d'objets qui sont dans une seule vitrine, et ces objets, ils ont été découverts dans une tombe à Msreta, et la tombe se trouve juste devant la cathédrale, ce qui est important, c'est pas n'importe où, à l'entrée, juste à côté, enfin, tout près de la cathédrale, et c'est une tombe, les archéologues ont montré qu'elle date sans doute du IIIe siècle de notre ère, c'est-à-dire l'époque de Sainte Nino et du roi Mérian. Donc c'est une époque évidemment importante pour tout le monde. ანუ და ეს ობიექტები, რომლებიც ჩვენ ესე გადაურბინეთ, სურათებში თითოეულზე შევჩერდებით დიდხანს, იქნა აღმოჩენილი საფლავში, ქალის საფლავის ეხება საქმე მცხეთაში, რომელიც იქნა აღმოჩენილი უშუალოდ კათედრალის, ესე იგი სვეტიცხოვლის წინ ეს საფლავი და რომელიც თარიღდება უეჭველად მესამე საუკუნით, ესე იგი ფაქტიურად ემთხვევა საქართველოს ქართლის მოქცევის და წმინდა ნინოს პერიოდს. Alors, les archéologues, quand ils ont fait les fouilles en 2001, ont trouvé à peu près ça. C'est-à-dire pas beaucoup de choses, des ossements en poussière et quelques objets. Mais ils ont réussi à déterminer que ces ossements appartenaient à une femme qui devait avoir 40 ans, quelque chose comme ça. C'est déjà important. 2001 წელს იქნა ეს აღმოჩენილი და რა ნახეს სამსახურში, ეს იყო ძვლები და ეს იყო რამოდენიმე ობიექტი და დაადგინეს რომ უსაქმეება 40 წლის ქალის ნეშს. Alors, le trésor, ce sont les objets qui se trouvaient dans la tombe de cette femme. Alors, je vous les montre. მეგობრებო, ეხლა ზუმში შეხედეთ აი ამ სურათებს, პირველ სურათს, რაც აღმოაჩინეს საფლავში. Bon. Là, on voit l'ensemble. Alors, pour dire vite, il y a ici des calames, c'est-à-dire des plumes pour écrire de l'époque. Ici, c'est un étui pour ranger les calames dedans, justement, pour mettre les calames à l'intérieur. Et au-dessus de l'étui, il y avait ça. Alors là, on ne voit pas très bien, mais j'ai des images. Des 3 petits personnages avec leur nom, ici. Et au-dessus, une plaque en or avec une inscription en grec. Donc, on regarde les objets. ანუ რა აღმოაჩინეს სამსახურში, უპირველეს ყოვლისა ამ სურათზე ჩანს მეორე სურათზე კალამი, ბერძნულადაც იგივე ესე კალმები, როგორც ქართულად ვამბობთ ჩვენ. ამავე დროს ძალიან დიდრული საკალმისტრი, ასე ვთქვათ. ამ საკალმისტრზე არის გამოხატული 3 ფიგურა, ხოლო ზემოთ 3 პერსონაჟი, ხოლო ზემოთ მოოქროვილ ნაწილში არის ბერძნული წარწერები, ესე იგი დატანილია ბერძნული სიტყვები. Alors, justement, détail important, tout ça, tout, c'est en or et en argent. Donc,
ça appartenait à quelqu'un de très, très riche. Très, très riche. C'était pas simplement un riche, c'était un millionnaire, un milliardaire. Quelqu'un qui pouvait se permettre d'avoir des plumes en or, enfin, or et argent, travailler. C'était pas que maintenant qu'il y a des milliardaires, au temps des Romains, il y avait déjà des milliardaires, et ça leur appartenait. ანუ ეს საკალმისტრე აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან ძვირფასი ნივთი, იმიტომ რომ არის ოქრო ვერცხლის, მთლიანად ოქრო ვერცხლის. ანუ ეს ეკუთვნოდა არა უბრალოდ დიდარ ადამიანს, არამედ ძალიან დიდარს იმ ეპოქისთვის, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, მილიონერს კი არა, მილიარდერსაც კი. Alors, ce qui intéresse tout de suite, c'est que sur ces objets, il y a des inscriptions, il y a des noms écrits, et des noms qui sont très faciles à lire. Même moi, j'arrivais à les lire, c'est dire que c'était facile. Et alors, on va regarder. Vas-y, tu peux leur dire. და ამ ობიექტს აწერია სახელები. სახელები და ეს სახელები ძალიან ადვილად იკითხება. ესე იგი, გარჩევით წერია სახელები. D'abord, alors, les muses. Alors, il y a les images des 9 muses avec leur nom écrit en dessous en grec. C'est très facile à lire. Là, on voit Clio, Euterpe, Thalie. Et avec leur image, très, très, très grand style. Clio, Euterpe, Thalia. და ამავე დროს სამი სახელი აწერია და ზემოთ არის გამოხატული 9 მუზა და ამ 9 მუზის სახელები, მათ შორის არის Clio, Epter და სხვები. En dessous, Melpomène, Terpsichore, Erato, donc les muses avec leur nom grec, très, très, très évident, très facile. Et on voit les images quand même, c'est de la sculpture grand style. Et les 3 dernières, Polymnia, Urania et Calliope. Donc vraiment, c'est les muses, il n'y a aucun doute, elles sont toutes les 9. Alors déjà ça, c'est assez impressionnant. Détail intéressant. Alors, un encrier, donc le pot pour mettre l'encre, en or, et dans lequel il y avait encore des traces d'encre. Donc c'est un encrier qui servait, qui a fonctionné à l'époque. Un encrier en or, c'est grand comme ça fait 5 cm. Un encrier en or et les images, c'était par-dessus, les images de 3 personnages avec leur nom. 3 hommes avec leur nom. და გვერდით ჩვენ ხედავთ აგრეთვე აი ამ საკალმისტრის გვერდით ოქროს სამელნეს, აგრეთვე მდიდრულს, რომელშიც არის მელნის კვალი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის რაღაც უბრალოდ მოსართავი ნივთი, არამედ იყენებდა ამას თავისი მფლობელი და სამი პერსონაჟის სახელი. Alors, tout de suite, ah ben non, là on a été trop vite. Stop, on revient. On revient à la plaque, parce que la première chose, sur cette plaque, il y a une petite inscription qui est très facile à lire en grec, et ça dit, la ligne en haut, Basileus Oustamou, donc ça veut dire du roi Oustamos, et en dessous, une chose très... Donc ça veut dire que ça appartenait à un roi qui s'appelait Oustamos. Et la chose extraordinaire, c'est que jamais on avait connu un roi qui s'appelait Oustamos, ça a été découvert dans cette tombe. Qu'il y avait un roi de Kartli qui s'appelait Oustamos. Et en dessous, sur la deuxième ligne, il y a une chose curieuse, il y a écrit, c'est très facile à lire aussi, Tu Kai Eugeniu. Et ça veut dire, Tu Eugeniu, ça veut dire, et de Eugène, Tu Kai, ça veut dire, et aussi de Eugène. აი ამ ფირფიტაზე, ოქროს ფირფიტაზე, რომელიც ესე იგი ამშვენებს ამ საკალმისტრეს, წერია რომ Vasilus, alors ça c'est non ça c'est autre chose. Ah oui. Non c'est qui se lit le roi du roi Oustamos et aussi de Eugenius. და წერია რომ მეფე უსტამუსის და აგრეთვე ეუგენიუსის. Voilà. ანუ ორი სახელი წერია, მეფე უსტამუსის და აგრეთვე ეუგენიუსის. Donc il y avait Amstreta au IIIe siècle un roi, Oustamos, et un Eugenios sûrement extrêmement riche et puissant, puisque cet écritoire, tout ce matériel devait lui appartenir. Mais on ne sait rien d'autre. ეს უკვე ჩვენ გვეუბნება იმას, რომ ხო, და რაც თავარია, ეს სახელი მეფე უსტამოსი
ისტორიაში არსად არ არის არასდროს ცნობილი როგორც მეფე. ესე იგი, ეს საქმე ეხება ქართლის მეფეს, აქამდე უცნობს, ვიდრე აღმოაჩენდნენ ამ ობიექტს, მეფე უსტამოს და რომელიც იყო მდიდარი აშკარაა და ძალაუფლების მქონე. Alors, moi, quand j'ai su que j'allais venir ici, je me suis dit, il faut que je cherche, que je sache plus de choses là-dessus. Et j'ai cherché les archéologues géorgiens qui avaient étudié cette tombe et qui ont publié des articles. Et j'ai lu les articles qui sont publiés. და როცა გადავწყვიტე, რომ ამ ობიექტებზე მეტი მომეძია, რომ საქართველოს ჩამოსვლამდე, ცხადია, ქართული არქეოლოგების ნაშრომები წავიკითხე ყველა, რომელიც ეხებოდა ამ აღმოჩენას. Et très, très vite, il y a eu une archéologue qui a dit, ah, mais je sais qui c'est. Alors, Oustamos, non, on ne sait pas, mais Eugenios, on sait qui c'est. Très bien. Et elle dit, Eugenios, c'était le nom du père d'un philosophe grec assez connu de cette époque-là, qui s'appelait Thémistios, et qui est très connu à Constantinople. Il a écrit des discours. On a gardé de lui 36 discours. C'était le père d'un philosophe. Oui, le philosophe s'appelait Thémistios. Ouais. Et elle dit, ce philosophe avait un papa qui s'appelait Eugenios, donc peut-être que l'Eugenios qui est ici, c'est le papa de Thémistios. Ou même elle a dit, peut-être que le roi Oustamos a pris un deuxième nom et qu'il a pris le nom de son professeur. Bon, donc elle a imaginé une chose comme ça. Donc ça devient une histoire intéressante. ანუ და იმ წუთშივე გამომეხმაურა ერთ-ერთი არქეოლოგი, რომელმაც მითხრა, რომ საქმე ეხება უსტამოსი უცნობია, მაგრამ სამაგეროდ ევგენიუსი მეორე სახელი ცნობილია, რადგან ის არის მოხსენიებული სხვადასხვა წყაროებში, როგორც ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის მამა. ანუ ევგენიუსი არის ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის მამა, რაც ნიშნავს იმას, რომ ან და თვითონ მეფე უსტამოსმა აიღო სახელი თავის სახელად, მეორე სახელად, თავისი მასწავლებლის მამის სახელი. Bon, alors moi je dis, eh bien, on va chercher chez ce Thémistios, qu'est-ce qu'il raconte sur son papa et sur la Colchide. On a effectivement 36 discours de Thémistios, c'est assez important. C'est-à-dire, vous avez cherché qu'est-ce que Thémistios raconte sur son papa. Et peut-être sur Msreta. და მე ესე იგი ამის შემდეგ უკვე ვინტერესდებით რითი რომ თვითონ თემისტიოსი რას ყვება ევგენიუსი, ანუ მამამისზე და მას აქვს 37 დისკურსი, ასე ვთქვათ, ტრაქტატი, რომელსაც ყველას უნდა გაეცნო, რომ სადმე აღმოაჩინო სარლაბარაკოვსის თავის მამიკოზე, პაპა. Alors, effectivement, Thémistios raconte, enfin, dit que il a étudié en Colchide, donc en Géorgie, mais il ne dit pas le nom de son père. Il dit il y avait son père, mais il ne dit pas le nom. Bon. Il a étudié Thémistios. Thémistios dit que son père. Non, que lui-même a étudié en Colchide. Tam დისკურსში თემისტიოსი ახსენებს, რომ ის სწავლობდა კოლხიდაში, მაგრამ არ ახსენებს მამას. Mais on ne sait pas le nom du père. Alors j'ai dit, mais où est-ce qu'on sait le nom du père? Alors j'ai demandé à des ამის შემდეგ ისმება კითხვა, მაშინ საიდან იციან, რომ თემისტიოსის მამას ერქვა ევგენიუსი? Alors, celui qui a fait l'édition de Thémistios, je lui ai téléphoné. Et je lui ai demandé, mais où est-ce qu'il dit ça? Et il m'a dit, lui-même ne le dit pas, mais il y a un patriarche de Constantinople qui a vécu 500 ans plus tard, qui s'appelle Photios. C'est un personnage important. Photios de Constantinople, qui a écrit un livre où il explique tous les livres qu'il a dans sa bibliothèque. Il y en a des milliers, plusieurs milliers de livres. Il explique tous les livres qu'il a. Et dedans, il avait Thémistios. Et ce patriarche Photios dit, il dit, le papa de Thémistios s'appelait Eugenios. Bon, c'est lui le seul qui dit le nom du papa. და ამ შემდეგ მე დაურეკე ისე სხვა კოლეგას, რომელიც შემეხმიანა და თქვა, რომ თავად თემისტიოსი არსად არ ამბობს, რომ ევგენიუსი არის მისი მამის სახელი, მაგრამ 700 წლის წინ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ჰქონდა ძალიან დიდი ბიბლიოთეკა,
მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ის თითოეულ ამ ბიბლიოთეკის ნაშრომს აღწერს, აქვს მას ასე ვთქვათ კარტოტეკა მსგავს და სადაც ის ამბობს, რომ მას აქვს წიგნი თემისტიოსის აგრეთვე და ამბობს, რომ თემისტიოსის რომლის მამასაც ერქვა ეუგენიუსი. D'ailleurs, je vais vous lire ce qu'il dit Photios, c'est intéressant. ფოტიოსი არის პატრიარქის Voilà ce qu'il dit. კონსტანტინოპოლის. C'est un résumé. Lui-même faisait des résumés. Et il dit, j'ai lu de Thémistios 36 discours politiques. Je vais traduire comme ça. Oui, ფოტიოსი ამბობს, რომ რეზუმირებს, რომ მე წავიკითხე თემისტიოსის 37-ვე დისკურსი. Parmi lesquels il y en a adressé à plusieurs empereurs. Des empereurs donc grecs de Constantinople. მათ შორის არის ისეთი დისკურსები, რომლებსაც მიმართულია თემისტიოს მიმართავს ბერძენ იმპერატორებს. Et il dit, il a un style sobre et fleuri, c'est-à-dire exactement le contraire. Et ça c'est amusant comme remarque. და ის ამბობს ეს პატრიარქი, რომ ამ თემისტიოს აქვს წერის სტილი ძალიან მოკრძალებული, თავმდაბალი და fleuri შეიძლება თამაშოს. Fleuri, c'est-à-dire je sais pas, avec des métaphores, avec beaucoup de métaphores. Oui, და ამავე დროს საწინააღმდეგოსაც სიტყვასაც იყენებს, რომ პირიქით შთამბეჭდავი და აღმატებული და უშენ. Et il dit, le père de Thémistios était Evgénios. Ça, il l'écrit lui. და აქვე ამბობს, რომ თემისტიოსის მამა იყო ეუგენიუსი. Et il dit, Evgénios s'occupa lui-même de philosophie. Et en conclusion, il dit, Thémistios était un amoureux et partisan de la philosophie. და ის ამბობს, რომ თავად ეუგენიუსიც იყო ფილოსოფიით გატაცებული, ხოლო მისი შვილი თემისტიოსი პარტიზანი და შეყვარებული ფილოსოფია. Bon, très bien. Ça, c'est ce que dit Photios 500 ans plus tard. 700 წლის წინ ეს თქვა ფოტიოსმა, როცა ის აღწერდა ყველა წიგნს რეზუმებს უკეთებდა. Maintenant, j'ai cherché qu'est-ce que Thémistios raconte sur ses études en Colchide. ახლა უკვე მე ვეძებ იმას, თუ რას ყვება თავად თემისტიოსი, ანუ ეუგენიოსის შვილი, თავის სტუდენტურ წლებზე, ასე ვთქვათ, კოლხიდაში. ანუ თავის Alors, il y a effectivement un discours où il parle de ça. Alors, je vais vous donner quelques phrases de ce discours parce que c'est très curieux. და არის მხოლოდ ერთი დისკურსი, აი ამ 37-დან, სადაც ის საუბრობს ამაზე. Alors, le titre du discours, c'est « Il ne faut pas s'intéresser aux lieux, mais aux hommes ». და ამ დისკურსის სათაური არის, არ უნდა იყო დაინტერესებული ადგილებით, არამედ ადამიანებით. Bon, ce qui est très bien. Et alors voilà ce qu'il dit. Quand il s'agit de n'importe quelle activité, vas-y. რა აქტივობასაც არ უნდა ეხებოდეს საქმე. Les hommes cherchent toujours à s'instruire dans une ville brillante et célèbre. ადამიანები ცდილობენ განათლება მიიღონ ძალიან ცნობილ ბრწყინვალე და დიდ ქალაქებში. Voilà. Donc on pense Constantinople, Athènes, Rome, quelque chose comme ça. მაგალითად კონსტანტინოპოლში, ათენში, რომში. Mais les hommes cherchent aussi à apprendre dans n'importe quel endroit où se trouvent des hommes qui savent bien les techniques, ou par exemple, si on veut apprendre à jouer d'un instrument de musique, ou si on veut apprendre à fabriquer des chaussures, on cherche l'endroit où il y a des gens qui savent le faire. On peut apprendre là où il y a des gens qui savent, voilà. Qui ont le savoir-faire. Voilà, même si ce n'est pas un endroit célèbre. ყველგან შეიძლება რამე ისწავლო, იმაშინაც კი თუ ეს არ არის ცნობილი სასწავლო, ასე ვთქვათ, ქალაქი და დიდი ცივილიზაციის ცენტრი, იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანებმა იქიციან ფოლადის წრთობა, ფეხსაცმლის შეკერვა, კიდევ ჩამოთვლილი ხელობები. Voilà, et მუსიკალური მუსიკალური ინსტრუმენტის გაკეთება. Et il dit, il a une jolie phrase, il dit, on peut fabriquer les mêmes chaussures ou écrire les mêmes lettres dans une cité, qu'elle soit obscure ou brillante. ერთი და იგივე შინაარსისა და დონის, ასე ვთქვათ, წერილი შეიძლება დაწერო, ან ფეხსაცმელი შეკერო,
ქალაქში, რომელიც ყველასთვის უცნობია და მიყრუებულია, ისევე როგორც ცივილიზაციის ცენტრში, რომში თუ ათენში. Une leçon de morale très bien. მორალური გაკვეთილია თუ არის, რო? Et alors, il continue en disant, mais moi-même, j'ai appris les discours de la rhétorique dans un lieu beaucoup plus obscur que celui-ci. და მაგრამ მე თავად რიტორიკის ხელოვნებას დავეუფლე ისეთ ადგილას, რომელიც ბევრად უფრო ბნელი არის, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ადგილები, სადაც ფეხსაცმლის კერვა იციან და მუსიკის და ინსტრუმენტის გარეთ. C'était un endroit qui n'était pas civilisé et qui n'était pas grec, mais à l'extrémité du pont. ეს არის ადგილი, რომელიც არ არის ცივილიზებული, რომელიც არ არის ბერძნული და არის Ponti, ben c'est de la mer, c'est la mer Noire. არის პონტოს ბოლოში, ანუ შავი ზღვის ბოლოს. À côté du Phase, donc de Phasis, à côté du fleuve Phasis, c'est-à-dire le Poti, à Poti sur le Rioni. ანუ ფაზისის გვერდით, სადაც არის დინარე ფაზისი, ესე იგი საქმე ეხება ფოთს და რიონს. Il dit, c'est le pays où les poètes ont chanté le bateau Argo de Jason et des Argonautes et de Médée. ეს არის ქვეყანა, სადაც უმღერიან არგონავტებს იასონს და მედეას. Et il dit, et c'est le pays des Amazones. და ამავე დროს ამბობს, ეს არის ამაზონების ქვეყანა. Pourtant, la sagesse et la vertu d'un homme ont rendu grec, ont transformé en grec, une région barbare et en ont fait le sanctuaire des muses. Donc, la sagesse et la vertu d'un homme ont transformé cette région barbare en temple des muses. და ამბობს, მიუხედავად ამისა, ადამიანთა სიბრძნისა და მათი სიკველის წყალობით ეს ბარბაროსული რეგიონი გადაიქცა ნამდვილ საკურთხევლად მუზების, ესე იგი კულტურის ადგილად. Il dit, il vivait entre les habitants de Colchide et les Arméniens. ის ამბობს, ისინი ცხოვრობდნენ, ეს ხალხი, ვინც გარდაქმნა ეს ადგილები, სომხებისა და კოლხიდის მცხოვრებლებსა და სომხებს შორის. Il ne leur a pas enseigné à tirer à l'arc ou à lancer le javelot ou à monter à cheval. მათ ესე იგი ამ ბერძნებმა ამ ხალხს ასწავლეს არა ჟაველინების სროლა, შვილდისრის ან ცხენოსნობა, comme font les barbares. როგორც ბარბაროსები შესაჭიროებად. Il leur a appris la rhétorique et à parler dans les grandes fêtes religieuses des Grecs. არამედ მათ ასწავლეს რიტორიკის ხელოვნება, რომ მათ ელაპარაკათ და ემღერათ დიდი ბერძნული დღესასწაული, ანტიკური ბერძნული დღესასწაულების დროს. არა, ახლა კოლხიდა, კოლხი. Oui, à Poti. Il s'agit pas de Kartli à ce moment-là, on parle de Colchide. Oui, c'était encore l'époque grecque. Entre l'Arménie et... Il dit le Rioni, il dit le fleuve, bon, c'est tout ce qu'il dit. Et après, il dit une chose intéressante. Il dit, je dis la vérité. Alors là, quand un orateur dit je dis la vérité, on ouvre les oreilles. Bon. Il dit, je dis la vérité. Si je suis venu ici, donc on ne sait pas où, à Constantinople sans doute, ce n'est pas que j'ai choisi moi-même, mais c'est mon père qui m'a envoyé. და ის ამბობს, ახლა მე ვიტყვი სიმართლეს და ჟან-კლოდ ფრენს როცა რიტორი ამბობს, უნდა ვთქვა სიმართლე, ამ დროს ყურები უნდა წვიტონ და ამბობს, რომ ის რომ მე აქ ვარ, აქ ჩამოვედი, უკვე ის აქ იგულისხმება სავარაუდოდ კონსტანტინოპოლი, დავბრუნდი, ეს არა იმიტომ რომ მე მსურდა აქ ჩამოსვლა, არამედ ჩემმა მამამ მირჩია, რომ აქ ჩამოსვლა. Et il dit ce père qui était aussi bienveillant qu'il était un philosophe. ეს ის მამა ჩემია, რომელიც ისეთივე კეთილგანწყობილი ბიენვეენ და კარგი კაცი იყო, როგორიც უნდა იყოს ფილოსოფოსი. Et il a développé la philosophie dans cet endroit, donc sur le Phasis.
და ამბობს, რომ სწორედ მან განავითარა ფილოსოფია, უკვე თემისტიოსი ამბობს, მამამისზე მან განავითარა ფილოსოფია ამ ადგილას ფაზისში. Voilà le discours. Alors, vous, je ne sais pas ce que vous en pensez, mais moi, quand je l'ai lu, je me suis dit, c'est curieux. Et j'ai une amie spécialiste du grec qui m'a traduit ce texte, et elle m'a dit, ce texte, il est atrocement rhétorique. C'est drôle cette formule. Atrocement, c'est-à-dire horriblement. Le traductrice dit horriblement rhétorique. მე არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ამ ტექსტმა ჩემში ესეთი საცნაურია ძალიან ჩემთვის ეს რაც დავიკითხე და ჩემმა მეგობარმა, რომელიც არის სპეციალისტი რიტორიკის, მან თქვა ეს არის ძალიან რიტორიკული ტექსტი. Parce que je l'ai résumé un peu, le texte, l'original, il est très avec des images dans tous les sens. მე ცოტა შევამცირე ეს ტექსტი, იმიტომ რომ ორიგინალი არის ბევრად უფრო ვრცელი. Donc, est-ce que réellement son papa était professeur de philosophie sur le Rioni, ou bien est-ce que c'est une image, une métaphore pour dire on peut apprendre la philosophie même au pays des sauvages? ეხლა არავინ არ იცის, რახან რიტორიკული ტექსტია, მართლაც მამამისი იყო ფილოსოფიის პროფესორი, ასე ვთქვათ, ფილოსოფიის მასწავლებელი რიონის ნაპირებზე, თუ უბრალოდ ის ამით ცდილობს თქვას, რომ ფილოსოფია შეიძლება კაცმა ყველგან ასწავლოს. ისეთ მიყრუებულ ადგილებშიც კი, როგორც იყო ამ დროს კოხით. Pazolinis კარგად აქვს ეს ფილმში, მედეა. Alors, voilà pour Eugenios. On ne sait pas plus. D'ailleurs, moi-même, mon grand-père s'appelait Eugenios. Il s'appelait Eugène. Donc, difficile de prouver quelque chose avec un nom, seulement le nom. Ah oui. Alors, nouvel épisode, la bague mystérieuse. ახლა მეორე ახალი ეპიზოდი აი ამ ისტორიიდან ეს არის მისტერიოზი, ესე იგი იდუმალებით მოცული ბეჭდის ისტორია. Ça c'est la bague mystérieuse. ახლა მეგობრებო, ზუმშიც გადავიდეთ ნაჩვენებია ბეჭედი, რომელსაც ნაგრუსობა დაასათორა იდუმალებით მოცული ბეჭედი. Alors, pour Thémistios et Eugenios, on ne sait pas beaucoup plus. Mais dans cette tombe, on a trouvé un objet tout à fait extraordinaire. Alors là, on le voit en très grand. C'est tout petit comme ça, hein. C'est vraiment tout petit. Elle est au musée, j'y étais tout à l'heure, et c'est tout petit dans un petit coin. Bon. Et cette bague qui se trouvait dans cette tombe. Et cette bague, alors là, elle est très curieuse, parce que elle est en or, évidemment, et il y a le portrait d'une femme, et il y a deux inscriptions en grec qui sont assez faciles à lire. D'ailleurs, on voit que les inscriptions sont à l'envers, parce que la bague, elle est creusée, en fait. L'image est creusée, ce qui veut dire que c'était une bague qui servait à faire un sceau sur la cire, sur les documents officiels. ანუ, ესე იგი, რაც შეეხება ამ ბეჭედს, ეს ბეჭედიც იქნა აღმოჩენილი აი მცხეთაში მონასტრის წინ საფლავში. და ამ საფლავში ეს ბეჭედი არის ძალიან პატარა, უმცირესი ზომის, არის ოქროს და ზემოდან არის გამოხატული ქალის პორტრეტი და ამოტრიალებულად ალენვერს, ესე იგი, აწერია ბერძნულად, ძალიან კარგად გარკვევით ორი წარწერა და აშკარა რომ ეს ბეჭედი ამავე დროს არის ბეჭდის დასმა, რომელიცაც ასვამას და ამიტომ არის ამოტრიალებული, რომ დაუსვამ უკვე სწორად წაიგითხა. Et l'inscription, alors voilà, on arrive à lire à gauche. Il faut regarder du haut vers le bas, c'est écrit à l'envers. On peut lire Vasilissa. Ça, c'est facile à lire, Vasilissa. Vasilissa, ça veut dire la reine en grec. Ça, il n'y a aucun doute. ანუ ჩვენ თუ შევხედავთ, ესე იგი, მარცხენა წარწერას, მარცხნივ, უნდა წავიკითხოთ, რახან ამოტრიალებულია ზემოდან ქვემოთ და ვკითხულობთ გარკვევით ბასილისა, ანუ ვასილისა, იგივე ეს ნიშნავს დედოფალს ბერძნულად. Et de l'autre côté, alors il faut lire du bas vers le haut, on arrive à lire Ulpiana. Ulpiana, et après ça, il y a 4 lettres encore, Asia. C'est pas très facile à lire, on a un doute. La dernière lettre, celle-ci, on n'arrive pas bien à lire. Est-ce que c'est S? Est-ce que c'est X? Est-ce que c'est Z? Donc, est-ce que c'est Ulpiana, Asia, Axia? Et ça change tout, évidemment. Bon, mais
On arrive à dire ça. ანუ უკვე მარჯვენა წარწერას უკვე ვკითხულობთ ქვემოდან ზემოთ და წერია, ესე იგი, პირველი არის ვასილისა და მეორე არის ულფიანა წარწერა. Voilà. ულფიანა და მეორე წარწერა ასია. ულფიანა ასია და ეს ასია უკვე ცუდად ჩანს და აქ არის ეს აზია თუ აქსია თუ იქსია თუ ზედია, ну თუ ესია ძნელი გამოსასწორო. Alors, on a pensé que c'était Naxia, c'est-à-dire la reine de Naxos, l'île de Naxos, en Grèce. Mais il n'y avait pas de reine à Naxos au temps des Romains, il n'y avait plus de reine depuis longtemps. და ზოგმა იფიქრა რომ ეს არის კუნძულ ნაქსოსის ბერძნული კუნძულ ნაქსოსის დედოფალი, მაგრამ რახან საბერძნეთში ამ პერიოდებში მრავალი საუკუნის განმავლობაში არავითარი დედოფალი არ ყოფილა, ესე იგი On a pensé que c'était Ulpiana Asia, donc la Ulpia d'Asie, d'Asie, reine d'Asie peut-être, ou bien Axia, c'est-à-dire la reine juste, ce qui était un titre peut-être, mais იფიქრეს რომ ეს შეიძლება იყოს ულფიანა აზია, ანუ აზიის დედოფალი, ან აქსია, ულფიანა აქსია. აქსია უკვე ბერძნულად ნიშნავს სამართლიანს, მართალს. Il y a même des archéologues qui ont pensé que Ulpia, il y a eu une impératrice romaine qui s'appelait Ulpia, qui a vécu à cette époque-là, hein, au IIIe siècle. Donc c'est peut-être Ulpia d'Asie, on ne sait pas. Donc il y a un mystère autour de cette bague, parce que c'est quand même une bague très riche, de quelqu'un de très puissant. ანუ აგრეთვე არის იმპერატორი ქალი, როგორ იქნება, იმპერატორის ცოლი, ესე ვთქვათ, დედოფალი, იმპერატრისი, რომელსაც ერქვა რომში მართლაც ულფია. ნუ ეს ერთ-ერთი ვერსია ცხადია, მაგრამ ფაქტია ამ ბეჭედიდან გამომდინარე, რომ ეკუთვნოდა ვიღაცას, ვინცაც ჰქონდა ძალაუფლება. Alors, reste l'image de cette femme avec cette coiffe qui ressemble, on ne sait pas très bien, c'est quelque chose d'asiatique, on ne sait pas. C'est une prêtresse d'un culte, on ne sait pas. Bon. Donc, on a ce nom, mais on ne sait rien de plus. თავად ჩაცმულობა, ესე თავსაბურავი და მისი გამომეტყველება არაფერს გონούμε, შეიძლება იყოს რაღაცა აზიური ან რაღაცა საკულტო რიტუალის შესრულებელი თავსაბურავი, არ ვიცით. Voilà. Donc là, j'ai présenté le trésor, les objets les plus impressionnants du trésor. Et au cours de la visite, à l'époque, parce que maintenant ils n'y sont plus, mais en 2018, si on allait dans la salle suivante, c'est-à-dire dans l'ordre chronologique, ce qui venait juste après, donc au 4e, 5e siècle, on trouvait ceci, on voyait ceci. Ceci et cela. Qui sont des stèles en pierre avec des sculptures très primitives, religieuses, le baptême du Christ, ou l'autre c'était la Vierge Marie. Donc, une iconographie extrêmement primitive par rapport à celle d'avant. და როდესაც ჩვენ გავყვებით ამავე მუზეუმში 2018 წელს მის საბეჭდილებას არცერს, სადაც მან ნახა ეს საკალმისტრე მესამე საუკუნის იგივე ეპოქის ექსპონატებს, ჩვენ აღმოვაჩენთ იმავე ეპოქის ორ სტელას. ამ ორივე სტელაზე გამოხატული არის ერთში იესოს ნაცვლობა და მეორეში ქალწული მარიამი, მაგრამ ბევრად უფრო პრიმიტიული ვიდრე ის ობიექტები, რომლებზეც ჩვენ ვიღებთ. On voit par exemple les tout premiers caractères d'écriture géorgienne qui sont de cette époque-là. Vraiment les tout premiers primitifs. Mais la question de la forme de l'image est très impressionnante, évidemment, si on compare avec les muses qu'on avait avant, ou avec ça. Alors, ah oui, je n'avais pas montré avant. Il y a aussi on voit dans l'écritoire 3 personnages en argent, et on arrive à lire Homéros, donc Homère, c'était sur l'écritoire, oui, sur l'écritoire d'avant. J'ai oublié ça, qui est très important. Et on voit, il y a 3 personnages, il y a Homère, et on voit son nom très clairement, Homéros. Ici, on arrive à lire Ménandros, et le 3e, c'est Démosthenes. 3 personnages, donc qui décoraient cette écritoire. Yeah.
ანუ ჟან-კრისტოფ რასანოს რომ ეს ფორმები რომელიც გამოსახულია სტელაზე და იმ ობიექტებზე ერთმანეთისგან განსხვავდება ოსტატობის მაღალი ხარისხით და მეორე რაც დაგვავიწყდა გვეთქვა რომ საკალმისტრეზე არის გამოსახული სამი პერსონაჟი და ეს სამი პერსონაჟი არის დასახელებული ერთს აწერია ჰომეროსი მეორეს მენანდრისი და მესამეს დემოსთენე ფილოსოფოსი. Alors, donc, ça veut dire, ça c'est clair, que ces trois personnages, c'était des modèles culturels pour la personne qui avait l'écritoire. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სამი პერსონაჟი იყო კულტურული ხატები, კულტურული იდეალები, ასე ვთქვათ, იმ პერსონაჟისა, ვისაც ეკუთვნოდა თვითონ საკალმისტრეს, იგი. Alors, quelques remarques sur ces personnages. Alors, évidemment, si on regarde tous les personnages, il y a les muses, les 9 muses, puis Homère, Ménandre, Démosthène. Alors, les muses, et tout le monde sait ce que c'est, ce sont les inspiratrices des poètes. Par exemple, dans l'Odyssée, le premier mot de l'Odyssée, c'est « Muse, dis-moi, parle-moi de l'homme rusé qui était Ulysse ». C'est les premiers mots. ანუ რას ხედავთ ჩვენ, ესე იგი, არის ამ საკალმისტრაზე გამოხატული 9 მუზა, ჰომეროსი, მენანდრე და დემანდრესი და დემოსთენე. რაც შეეხება მუზებს, მუზები რა არის? მუზები არიან ანტიკური პოეტების შთამაგონებელნი. ესე იგი, ამიტომაც ოდისეა ილიადის ჰომეროსის იწყება რომ მუზებო მომეცის შთაგონება რომ მე ვილაპარაკო ულისზე, ოდისევსზე, როგორც რუიზე, ნომ რუიზე, ესე იგი Polytropos, l'homme aux 1000 ruses. On dit. 1000 ეშმაკობებისა და ჭუაგონების კაცზე. Donc, alors nous, on se dit, alors voilà, nous, on voit ces trois hommes, donc on dit, Homère, pas de problème, tout le monde sait que Homère, c'est le modèle de tous les poètes. Mais c'est pas si simple, parce que nous, on le dit maintenant. Enfin, j'imagine qu'à l'école, en Géorgie, les enfants, ils apprennent que Homère, c'est l'origine de tous les poètes. Très bien. Sauf que, en Occident, par exemple, ben, mettons en France, pendant 1000 ans, Homère avait disparu totalement, n'existait plus, jusqu'au du 4e au 15e siècle, pratiquement. ანუ და თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგალითად, როცა უკვე ვაანალიზებთ აი ამ სამ პერსონაჟს, ხო, წარწერილ სამ საკალმისტრეზე. ჰომეროსი არის ყველა პოეტების პოეტი, ხო, თითქოს ყველა მიცის, სკოლის მოსწავლემაც იცის, მაგრამ ამ პერიოდში ეს ასე მარტივად არ იყო, იმიტომ რომ მაგალითად ჰომეროსის სახელი საერთოდ გამქრალი იყო დასავლურ ცივილიზაციაში, ვთქვათ საფრანგეთში მე-4 საუკუნიდან მე-15 საუკუნამდე. საერთოდ წაშლილი იყო. მე-15 საუკუნეში კვლავ ბრუნდება შემთხვევით ჰომეროსი. Alors souvent, on a du mal à croire ça parce que quand on va à l'école, moi je sais quand je suis allé à l'école, on m'a dit ah les grands auteurs grecs, etc. Et je croyais qu'on les connaissait depuis toujours, que c'était vraiment le patrimoine depuis 2000, 3000 ans, que on les avait toujours connus. ანუ ამის დაჯერება ძნელია, იმიტომ რომ როცა სკოლაში შედიხარ, პირველი რაც გესმის, ყველა ჰომეროსზე ლაპარაკობს და გონია რომ შენ თუ იცი, მე-20 და 21 საუკუნეში ალბათ არ ყოფილა ეპოქა, როცა ის არ ცოდნეთ, მაგრამ მთელი 1000 წელი იყო მის გარეშე. On croit ça. Je vais vous raconter une anecdote à propos de ça. Ça se passe au XIVe siècle, en Italie. Le poète Pétrarque, qui était en Italie le grand poète de l'époque. მე მოგიყვებით ამაზე ანეკდოტს, სასაცილო ისტორიას, მე-14 საუკუნეში იტალიას ეხება და პოეტ პეტრარკს, ცნობილი პოეტ პეტრარკი. Il écrivait en latin et en italien, il a écrit énormément de poèmes et c'est resté le modèle pendant 500 ans. ის ლათინურად და იტალიურად წერდა, უამრავი პოემა აქვს დაწერილი და ეს 500 წლის განმავლობაში modèle, Nimouchi poésie. Et Pétrarque, il rêvait, il savait, il avait lu que Homère était l'origine de toute la poésie et il voulait lire Homère. და მაგალითად პეტრარკმა იცოდა რომ ჰომეროსი იყო ყველა პოეტისა და პოეზიის დასაბამი და მას ის ოცნებობდა რომ წაეკითხა როგორმე ჰომეროსი ხელში. Mais il ne trouvait nulle part de texte d'Homère. Ni en grec, ni en latin, ni en italien, ni en rien. Et pourtant, il était célèbre, donc riche, il vivait près des papes, etc. Il ne pouvait trouver nulle part.
même en მდიდარიც იყო, Italie. პაპის გვერდით იყო მშვენივრად, მაგრამ ვერ იპოვა ასე, მას ჰქონდა შესაძლებლობა. Et un jour, il était à Rome et il a pu rencontrer un ambassadeur qui venait de Constantinople, donc un grec. ერთ დღეს ის არის რომში და ის შეხვდა ელჩს, რომელიც კონსტანტინოპოლიდან, ანუ საბერძნეთიდან იყო ჩამოსული ელჩი. Il a demandé à cet ambassadeur de lui envoyer un manuscrit de Constantinople avec Homère, donc avec l'Iliade et l'Odyssée. და მან სთხოვა, რომ იქნებ კონსტანტინოპოლში როგორმე იპოვო და ჩამომიტანო ხელნაწერი ჰომეროსის ოდისეის და ილიადის. Quelques années plus tard, donc à l'époque, il n'y avait pas l'imprimerie, hein, c'était tout à la main. Bon. Quelques années plus tard, l'ambassadeur lui envoie l'Iliade et l'Odyssée en grec. და რამოდენიმე ხანში დაბრუნდა ელჩი და მან გამოუგზავნა ბერძნულად ილიადა და ოდისეა ხელნაწერი. ნუ ცხადია, ბეჭვდა არ არსებობდა. Et alors Pétrarque envoie une lettre de remerciement à l'ambassadeur. Et dans la lettre, il dit ceci. და პეტრარკი ელჩს უგზავნის სამადლობელო წერილს, რომ მან ასეთი რაღაცა გაუკეთა საქმე და ის წერს ელჩს. Il dit, c'est le plus beau jour de ma vie, parce que enfin je peux toucher cet Homère et le prendre dans mes bras. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი მშვენიერი დღე, როცა მე შემიძლია შევეხო ჰომეროს და ჩავიკრა გულსიას. Et il dit, c'est le pire jour de ma vie, parce que je suis sourd devant lui et lui est muet devant moi. Je suis sourd devant lui et lui il est muet devant moi. და ის ამბობს, რომ ამავე დროს ეს არის ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც მე ვარ ყრუ მის წინაშე და მისთვის, ხოლო ის არის მუნჯი ჩემთვის და ჩემ წინაშე. Alors, Pétrarque on a le texte de la lettre encore, c'est très joli en latin. Alors, Pétrarque a réussi à trouver un moine grec quelques années après qui a traduit l'Iliade et l'Odyssée en latin. რატომ? იმიტომ რომ ვერ წაიკითხა ბერძნულად იყო და პეტრარკმა მოძებნა სპეციალისტი ბერძნული ენის იტალიაში და ათარგმნინა ჰომეროსი ლათინურ ენაზე. Bon. Donc, nous, on trouve on dit, oui, Homère, l'Iliade, l'Odyssée, bien sûr, il est dans toutes les bibliothèques. Eh ben, sauf que c'est pas si simple, c'est venu de façon très compliquée. Bien. Donc, Homère. Donc, on a nos trois auteurs. Je reviens à nos trois auteurs qui sont les modèles. Homère, nous, on dit, c'est évident, mais c'est pas si simple. On l'a pas toujours vu. Alors, en Géorgie, je ne sais pas, mais en tout cas, en Occident, on a failli le perdre complètement. Le deuxième, alors, Démosthène, oui, ça, on a ses discours. C'est un homme politique très connu qui a vécu au temps d'Alexandre, et on a des traces on a ses discours, on a beaucoup de données sur lui. Il a fait des discours contre lui qu'on a conservés. Donc, on a beaucoup de discours de Démosthène, ça, on les a. დემოსთენი ყველაზე ცნობილია, რომ ეს იყო მას აქვს ძალიან ბევრი დისკურსი, ძალიან ბევრი ტრაქტატი დაწერილი, მათ შორის ის მოღვაწეობდა ალექსანდრე მაკედონელის დროს, ის აკრიტიკებდა კიდეც მას და ესეც ჰომეროს საკითხი ცოტა ისეთია მესამე საუკუნეში, იმიტომ რომ აგერ პეტრარკსაც არ მიუძლებოდა ხელი მასზე და მთელი საუკუნეები იყო, როცა ის იყო მიუწვდომელი. Donc on a Homère, on a d'un côté Démosthène, Homère, Démosthène, et de l'autre côté, alors voilà, le troisième, Ménandre. Alors vous, je ne sais pas si vous connaissez Ménandre, mais moi non. Et je ne le connais pas parce qu'on a perdu la totalité de ses œuvres. La totalité. Et les Grecs, à l'époque, alors voilà, en ce temps-là, eux, ils connaissaient Ménandre, et ils disaient que c'était le plus grand poète comique, le plus grand auteur de comédie en grec. C'était Ménandre. და რაც შეეხება ხა მესამე პერსონაჟს მენანდრას შესახებ ვის გაუგია არავის ფაქტიურად, მაგრამ მეც არ ვიცნობდი, მაგრამ საქმე ეხება ყველაზე ცნობილ იმ დროისათვის ყველაზე ცნობილ ბერძენ კომიკოს, რომელიც კომედიებს წერდა და რომლის აბსოლუტურად ყველა ესე იგი შემოქმედებისება დაკარგულია სრულიად. მაგრამ იმ პერიოდში იცნობდნენ, რადგან არ იყო დაკარგული. Encore une anecdote, parce que c'est quand même intéressant. Les auteurs de comédie latine, donc Plaute, Terence, ceux qu'on connaît, eux aussi disaient que Ménandre, c'était le modèle absolu de la comédie.
ანუ რაც შეეხება ლათინური კომედიის Plaute et Terentius. ტერენციუსი და პლაუტი Et Plaute. ამბობდნენ მენანდრზე, რომ მაგაზე დიდი კომედიის მცოდნე და ავტორი არ არსებობს საბერძნეთში. Or, il y a un historien latin qui s'appelle Suétone qui raconte ceci. Donc, il a vécu un petit peu avant Ulpia. ანუ და მაგრამ არსებობს ლათინურენოვანი ისტორიკოსი, რომელიც ყვება შემდეგ რამეს, ისტორიკოსი, რომელმაც ულფიაზე ცოტა ადრე იცხოვრა. Suétone, c'est celui qui a écrit La vie des empereurs. Il a écrit un livre qu'on a encore, La vie des empereurs, des 12 premiers empereurs. რომელმაც დაწერა ბიოგრაფიები იმპერატორების, პირველი 11 იმპერატორის. Il raconte que Terence, donc l'auteur de comédie latine, dont on a gardé 6 pièces de lui, de Terence. Terence, donc Suétone raconte que Terence est allé en Grèce pour chercher les comédies de Ménandre, parce que c'était ses modèles. Donc il est allé en bateau. Et il a acheté tous les manuscrits de Terence, de Ménandre. და ისყვება, რომ ტერანსი, ეს კომიკოსი ლათინურენოვანი, წავიდა საბერძნეთში, ესე იგი გემით, რათა და ეს მისი 6 პიესა შემორჩენილია ტერანსის, რათა მას ეხიდა შეეძინა ყველა ხელნაწერი მენანდრეს. Et pendant le voyage du retour, donc en bateau, le bateau a coulé, Terence s'est noyé, et avec lui 108 comédies. 108. და უკანა გზაზე გემი ჩაიძირა, ტერანსი დაირჩო და ხელნაწერები, რომელიც მან წამოიღო, 108 კომედია აგრეთვე დაიკარგა. Résultat, on a 0 comédie de Terence, de Ménandre, sauf en 1950, en Égypte, près du Caire, à quelques kilomètres du Caire, dans un tas de poubelles, de détritus. On a retrouvé des manuscrits qui dataient de plusieurs milliers d'années, et on a retrouvé un papyrus d'une comédie de Terence, d'une comédie de Ménandre. მაგრამ 1950 წელს, მანამდე ესე იგი ნული ხელნაწერები, ეგვიპტეში, კაიროსთან შორიახლოს, არც თუ შორს, ნაგვის გროვაში სრულიად შემთხვევით იპოვეს ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც ეკუთვნოდა მენანდრს. Donc, je vous raconte tout ça parce que, en revenant à cette tombe, qu'est-ce qu'elles nous disent? On a trouvé des noms, des objets et des noms, et des noms qu'on arrive à lire. Ces noms, il y en a 18, si on regarde. Il y a les 9 muses, ça fait 9. Evgénios, donc le papa, supposé le papa. Oustamos, le roi Oustamos, ça fait 10, 11. Il y a les 3 Démosthène, Homère, Démosthène, Ménandre. Donc, je sais combien. On en est à 14. Et cette Vassilissa, cette reine, Ulpiana, ça fait 15. On a 15 noms, presque sûrs, et on n'a que ça. ანუ რატომ ყვებით ამას? იმიტომ რომ ჩვენ შევისწავლით სწორედ ამ ობიექტს, ესე იგი ამ საკალმის დღეს, რომელზეც იყო ლაპარაკი, რომელიც აღმოჩნდა ამ საფლავში და ამ საკალმის დღეზე არის და ამ თელ ამ აღმოჩენაზე, მათ შორის ბეჭედზეც, სულ კაცობრიობას 15 სახელი დატანილი. აქედან არის 9 მუზა, ამის შემდეგ არის ევგენიოსი, მამა, უსტამოსი, შვილი, 3 პერსონაჟი, ჰომეროსი, დემოსთენე და მენანდრი და ვასილისა და ულფია. D'ailleurs, j'ai dit Ménandre, on a perdu la totalité. Mais si on regarde des auteurs que nous, on connaît encore maintenant, on nous demande quels sont les grands auteurs de tragédie grecque. Tout le monde à l'école répond, alors vous, je ne sais pas, mais nous, en France, on dit Échille, Sophocle, Euripide. Et on dit, bah, regardez, il est dans la bibliothèque. Mais si on regarde, qu'est-ce qu'il y a dans la bibliothèque? მენანდრი მართალია დაიკარგა, მაგრამ როცა ჩვენ გვეუბნებიან, რომ მაგალითად სკოლაში საფრანგეთში აბა ჩამოთვალეთ, რომელია თავარი ტრაგედიის ავტორები. და რა თქმა უნდა, ამბობთ ევრიპიდე, ესქილე და სოფოკლე. მაგრამ და მივიდივართ ახლა ბიბლიოთეკაში და რას ვნახულობთ ბიბლიოთეკაში? Et si on regarde Sophocle, évidemment, très connu, Antigone, Édipe.
Combien est-ce qu'on a de pièces de Sophocle? 8. Euripide, 18. C'est beaucoup. Mais on sait, par des témoignages de l'époque, que Sophocle en a écrit 123, il nous en reste 8, et Euripide en a écrit 95, il nous en reste 18. Donc, en gros, on a perdu 90%, peut-être 95%. Ménandre, on a perdu tout, sauf peut-être une retrouvée dans les poubelles en Égypte. Bon. Donc, on a perdu la quasi-totalité. და როკი ვამბობთ მე რომ მენენდრეს არაფერი დარჩა, მაგრამ კაცო რო თქვას, დიდად არც სოფოკლესსა და ევრიპიდეს მემკვიდრეობის არა ვართ განებივრებული, იმიტომ რომ ბიბლიოთეკაში ჩვენ ვნახულობთ, რომ არის ესე იგი 8 პიესა ეკუთვნის სოფოკლეს, მათ შორის ანტიგონე და ოიდიპოსი, 18 დარჩა ევრიპიდეს, ეს უკვე ბევრია, მაგრამ დარწმუნებით ვიცით და წყაროებში არის მითითებული, რომ სოფოკლემ დაწერა 123 პიესა, ხოლო ევრიპიდემ 95. Ფაქტიურად 90-95% მათი შემოქმედების დაკარგულია. Alors, cette tombe et ce trésor de Mskheta, c'est très impressionnant parce que, évidemment, cette femme, c'était quelqu'un de très puissant, évidemment, tout est en or et en argent. Il y a un roi qui donne son nom. Donc, et c'était quelqu'un qui connaissait la littérature, qui la connaissait énormément, puisqu'il y a le nom des muses, de chaque muse, il y a le nom de 3 grands auteurs. Donc, c'est une femme puissante et humaniste. Alors, j'ai donné le titre, c'est une petite chose, mais pour moi, c'est quand même important. J'ai dit, c'est une courtisane. Alors, une courtisane, en français, c'est un double sens. Quand on dit courtisane, ça veut dire une femme, le sens d'origine, c'est une femme qui vit à la cour, donc qui est proche du roi ou du prince, quoi, ou de l'évêque, ou du, je sais pas qui, du métropolite, de qui vous voulez. C'est une femme qui vit à la cour, une courtisane. Mais il y a un deuxième sens. C'est une prostituée. Par exemple, il y a un roman de Balzac très connu qui s'appelle Splendeur et misère des courtisanes, et c'est les prostituées. Et j'ai dit c'est une courtisane, c'est sûr, puisqu'elle est d'évidence très riche et il y a le nom des rois, d'un roi. Et par ailleurs, c'est une humaniste, parce qu'elle s'intéresse de très près à la littérature. Il y a encore de l'encre dans son encrier. ანუ ახლა რატომ არის ეს მცხეთის ეს საგანძური მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადასტურებს, რომ მცხეთაში არსებობს და ქალი, ცხოვრობდა ქალი 40 წლამდე, რომელიც ზედმიწევნით იცნობდა ბერძნულ ლიტერატურას და პოეზიას, რადგანაც დატანილია 9 მუზის სახელი, 3 დიდი პოეტისა და ავტორის და ფილოსოფოსის სახელი, შესაბამისად ის იყო ჰუმანისტი ამ სიტყვის ფართო გაგებით, ესე იგი ტრადიცია ქონდა ლიტერატურული ანტიკური მას გაშინაგნებული და მეორე დამიტო თქვით ჩვენ ჰუმანისტური საგანძური მცხეთის კურტიზანის და რაც შეეხება კურტიზანს ფრანგულ ტერმინოლოგიაში ორი მნიშვნელობა აქვს, ერთი მნიშვნელობა არის რომ ეს აღნიშნავს ქალს, რომელიც ცხოვრობს სასახლეში, რომელიც სასახლის მკვიდრია, ის შეიძლება იყოს მეფესთან დაახლოებული სხვადასხვა ფორმით ფიგურა და მათ შორის ნათესავი ან დიდგვაროვანი და აგრეთვე კურტიზანი ნიშნავს აგრეთვე პროსტიტუტს. ისე იმ გაგებით, რა გაგებითაც ამას ბალზაკი იყენებს მაგალითად თავის წიგნში კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე. Alors, j'ai dit c'est aussi une humaniste, et alors là aussi, il y a un double sens du mot humaniste, en français en tout cas, en géorgien je ne sais pas, mais en français, humaniste, et d'ailleurs c'est très ancien, déjà les Romains, ils disaient ça, humanistes tous, ça veut dire à la fois, un humaniste, c'est quelqu'un qui aime les hommes, qui est bienveillant. En grec, ça se dit philanthropos, philanthropia, donc l'humaniste, c'est quelqu'un de bienveillant. Et le deuxième sens, c'est quelqu'un d'instruit, quelqu'un d'éduqué, qui a de l'éducation, c'est la paideia en grec. Et vraiment, il y a les deux sens. Et un humaniste, c'est quelqu'un qui a les deux, évidemment. Et pour l'anecdote, quand j'ai vu le double sens, je me suis... Vas-y, dis ça déjà. ანუ თვითონ ჰუმანისტებს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. პირველი ეს არის, რომ ჰუმანისტი არის ის, ვისაც უყვარს ადამიანები, ანუ ბერძნულად ეს გამოითქმება როგორც ფილანთროპია, ადამიანის მოყვარული, და მეორეა ჰუმანისტის მეორე მნიშვნელობა არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ბერძნულად ეს ნიშნავს განათლებულს, ესე იგი
წიგნიერს განათლებულს, რაც ბერძნულად აღინიშნება სიტყვით პაიდეა. Alors, quand j'ai vu le double sens, je me suis dit, ah là là, pour les Géorgiens, il faut expliquer le double sens. Alors, j'ai demandé à une amie géorgienne à Paris, je lui ai dit, comment est-ce qu'on dit courtisane et comment est-ce qu'on dit humaniste en géorgien? Elle m'a répondu, eh bien, on dit courtisani et on dit humanisti. Donc, c'est le même mot. En fait, c'est les mots italiens, latins et italiens, qui ont passé en géorgien aussi bien qu'en grec, avec le double sens. ვკითხეთ ჩემ მეგობარს, ქართულ მეგობარს, როგორ გამოითქმებოდა სიტყვა კურტიზანი და ჰუმანისტი და მითხრა კურტიზანი და ჰუმანისტი. Alors, pour finir, après tout cela, restait une question, toujours dans le coin de ma tête. Ce trésor, on l'a découvert dans une tombe, et cette tombe, elle se trouve juste à côté de la cathédrale de Msreta. Or, en Occident, la règle, c'était que on construise des églises chrétiennes à la place où il y avait des temples païens. On détruisait le temple et on construisait une église à la place. Ici, c'est რომ დავასრულოთ ასრულისგან წავიდეთ, ერთი კითხვა არის აქ, რომ საგანძურზე საფლავში და ამ საფლავზე ეს საფლავი აშენებულია კათედრალის გვერდით, ხო? საკათედრო ტაძრის გვერდით და საკათედრო ტაძრის მშენებლობის ტრადიცია მაგალითად ევროპა დასავლეთში არის შემდეგი, რომ მას აშენებენ იქ, სადაც ოდესღაც იყო კერპთაყვანის მცემლური საკურთხეველი. მაგალითად არმაზი და ასე შემდეგ. Et là, comme la tombe date de l'époque de Sainte Nino et du roi Myriam, on est juste dans la période, donc, bref, c'est une question. J'ai voulu savoir plus sur ça. Alors, j'ai demandé à Paris, à des amis géorgiens, à qui demander. Ils m'ont dit, il y a un grand spécialiste qui s'appelle Jean-Pierre Mahé, je ne sais pas, il doit être géorgien par sa mère, son père, son grand-père, quelque chose, un grand historien qui a étudié ça. Il a écrit, je cherche dans la bibliothèque de la Sorbonne, et je trouve qu'il a 2 livres sur le sujet, c'est la conversion du Kartli. Donc c'est exactement le sujet. მე უფრო მეტი მინდა და მწოდნოდა ამაზე, რადგან საქმე ეხება ესე იგი ეს მესამე საუკუნე როცა აღმოაჩინა დათარიღებული ეს საფლავი, სწორედ არის ის პერიოდი მირიან მეფის საქართველოს ქართლის მოქცევის და არის და რომ გამოვიკით მეტი რომ მინდა და მწოდნოდა მითხრას რომ მიმართე ჟან-პიერ მაეს, ესეთ ცნობილ ფრანგი ისტორიკოსს, რომელიც არის საქართველოს ისტორიკოსი, ასე ვთქვათ, და რომელსაც სწორედ იკვლია პერიოდი ქართლის მოქცევის. Donc je finis avec cette dernière anecdote. Donc, je trouve dans le catalogue 2 livres sur la conversion du Kartli. Je dis, merveilleux. Je commande les livres sur Internet, évidemment, à la Sorbonne. Je demande qu'on me réserve les 2 livres. Vas-y. მე აღმოაჩინე სორბონას ბიბლიოთეკაში 2 წიგნი, რომელიც ფრანგულად ეხებოდა ქართლის მოქცევის. მე ესე იგი დავრეკე ბიბლიოთეკაში და უთხარი, რომ რეზერვაცია გამეკეთონ ამ ორივე ნაშრომის ფრანგულად. Je reçois la réponse, impossible, parce que le premier livre, il n'existe plus, il a disparu. Bon. Et le deuxième, il a été emprunté par quelqu'un d'autre. და მე მიპასუხეს ბიბლიოთეკიდან, რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ერთი წიგნი არის დაკარგული, გაქრა, ხოლო მეორე გატანილი აქვს მკითხველს და არ გვაქვს უფლება, რომ გამოვართოთ სანამ ის დრო. Alors, un jour, je retourne, je vais à la Sorbonne et je vais parler à la chef bibliothécaire. დავედი ბიბლიოთეკაში სორბონის და ბიბლიოთეკის გამგეს შევხვდი პირდაპირ, ვინც ხელმძღვანელობდა და ვთხოვე, რომ Et je lui dis, écoutez, je dois faire une conférence la semaine prochaine, j'ai vraiment besoin de ce livre. Est-ce que c'est possible de demander au lecteur s'il veut bien me le prêter pour quelques jours, je lui redonnerai, pas de problème. და მე ვთხოვე, რომ თუ შეიძლება რომ კითხვებს დაუკავშირდეთ, იმიტომ რომ ერთ კვირაში კონფერენცია მაქვს ამ თემაზე და რომ მომცეს ცოტა ხნით მათხოვოს და ისევ დაუბრუნებ, ვისაც გატანილი აქვს. Alors elle me dit, ah non, 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 on n'a pas le droit, c'est interdit, c'est le secret et tout. Et puis, bon, elle voit bien mon air pitoyable, je lui fais un peu du charme, et elle me dit, bon, je vais regarder de plus près. და მან მითხრა, რომ უარი, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს წესების მიხედვით არ შეიძლება უკან გამოვართოთ წიგნი, მაგრამ მან იმ случае შეემჩნია ჩემი გამძვინვარებული გამომეტყველება და ცოტა მოვხიბლე კიდეც, როგორც ჩანს. Et elle me dit, ah ben écoutez, la personne qui l'a emprunté, c'est une bibliothécaire de chez nous, une bibliothécaire de la Sorbonne, et elle est géorgienne. და მან მითხრა ისიც რა, ეს ვისგანაც მე ეს წიგნი
ვინც გაიტანა ეს წიგნი, ეს არის ჩვენი თანამშრომელი, აგრეთვე ბიბლიოთეკარი სორბონასი და არის ქართველი. Alors, je lui laisse mon numéro de téléphone en disant, demandez-lui si elle veut bien, enfin bref, bon. Et 2 heures ou 1 heure après, je reçois un coup de téléphone de la bibliothécaire en question qui me dit, oui, oui, on peut se voir, rendez-vous demain. და ერთ საათში სწორედ ამ ბიბლიოთეკარმა, ვისაც ჰქონდა ეს წიგნი გატანილი ქართულმა, დამირეკა და მითხრა, რომ კი ბატონო, რა არის პრობლემა და თუნდაც ხვალ შევხვდეთ. Alors, je vais la voir. C'était une étudiante qui fait des études d'histoire sur un sujet incroyable, sur les textes de lois religieuses du Moyen-Âge dans les couvents de Ghelati et compagnie. Donc, c'est un sujet sur les manuscrits. სტუდენტი, რომელიც სწავლობს ისტორიას და სწავლობს საფრანგეთში იმ ნაწილს, რომელიც ეხება გელათის საკანონმდებლო ტრაქტატებს. Des trucs un peu difficiles. აღმაშენებლის გამოცემით. Et elle avait les 2 livres. Elle me dit, non, 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 il n'est pas disparu le livre, simplement il est en géorgien. Donc eux, évidemment, ils ne savent pas quoi en faire. Il y en a un qui est en français, l'autre qui est en géorgien. Et c'était les livres de son patron, de Jean-Pierre Mahé, le directeur d'études, qui connaît tous les dialectes géorgiens. და მას ჰქონდა ეს ორივე წიგნი და ის მეორე დაკარგული კი არ არის, უბრალოდ ქართულ ენაზეო და ეს ერთი ფრანგულად და ეს ფრანგულად რომელიც ხო ეს ხო ჟან-პიერ მაის წიგნი, რომელიც აგრეთვე მისი პროფესორი არის და მასწავლებელი. Et du coup, j'ai pu avoir le livre et on a parlé un petit peu. Et je lui pose la question, je lui dis, cette question, la tombe se trouve juste à côté de la cathédrale, donc est-ce qu'il y a un rapport? Et elle me dit, vous posez la question les rapports entre le lieu de la cathédrale et le lieu de la tombe. Et puis je lui parle aussi de l'académie de Poti et de la transmission du grec. Je lui parle de tout ça, évidemment. და მე ცოტა ვილაპარაკე და მე ვკითხე რა ის თუ ხედავს რაიმე კავშირს აი ამ საფლავსა და ადგილს შორის, სადაც არის ის აღმოჩენილი კათედრალთან და ამავე დროს ვილაპარაკე აკადემიაზე ფაზისის. Et la question donc derrière ça, c'était comment le grec s'est transmis jusqu'à l'époque du Moyen-Âge et jusqu'à maintenant. Et elle me dit, mais vous posez la question des académies Ghelati, principalement Ghelati. Oui, oui, elle connaissait très bien cette histoire-là. Et elle me dit, vous savez, on dit académie, mais parce que quand on dit académie, on pense université. On pense, académie, on pense à Platon, à l'enseignement laïque, public. Et elle me dit, en réalité, l'enseignement au Moyen-Âge, c'était dans des monastères. Comme en Europe, d'ailleurs. Bon. Voilà. Donc, si on veut retrouver les traces, il faut retrouver les traces dans les monastères. როგორ მოიტანეს ბერძნებმა თავის კულტურა და მე გადაძიან ლაპარაკობენ გელათის აკადემიაზე და ამავე დროს ის ამბობს რომ როცა ჩვენ აქ ევროპაში ვიყენებთ ეს აკადემიას გაგებით რომ ეს საუნივერსიტეტო სწავლება სათავეს იღებს გამონათქვამი პლატონის აკადემიიდან და სამოქალაქო საერო სწავლება სინამდვილეში ქართულ რეალობაში გელათის აკადემიას რომ ამბობთ მაინც ეს ფშალებში უნდა ჩავსვათ, იმიტომ რომ საქმე არ ეხება აკადემიას, არამედ სამონასტრო სკოლებს. სასულიერო აკადემია სკოლები. Oui. Oh. Et aujourd'hui, ce matin, je suis allé à l'Institut des manuscrits, où ils ont toutes les collections, ils ont tout ça. Et j'ai posé la question à la spécialiste qui me faisait visiter. Et elle m'a dit, en fait, on sait qu'il y a eu un enseignement, mais on ne sait pas quoi. Oui, les deux. Non, Phasis, non, Phasis, on ne sait rien. Ichalto et Ghelati, le contenu, on ne sait pas. On a la preuve,
puisque, évidemment, chez Rustavelli, on parle il y a des concepts platoniciens et tout ça, mais le contenu de ces enseignements, on ne l'a pas. ანუ და მე ვიყავი ხელნაწერების ინსტიტუტში, სადაც ყველაფერია დაცული და მე ვკითხე, რომ რა შეიძლება იცოდე გელათისა და იყალთოს აკადემიაზე. და მან თქვა, რომ ვიცით, რომ იქ იყო სწავლება, მაგრამ რა სასწავლდნენ არ ვიცით, იმიტომ რომ შემორჩენილი არ არის. მაგრამ მეორესრივ რუსთაველი არის განსწავლული, ხო? ისავე პლატონის განსწავლული, ისავს პლატონს ჩამოთვლის ფილოსოფოსებს, რომელიც სწორედ მან იყალთოს აკადემიაში მიიღო და ესე იგი რაღაცას ასწავლებს. ეს ქართული ერთი სტუდენტი მაინც გამოუჩეს პორტალებს. ჩვენი უნივერსიტეტში არის. როგორ? ხელნაწერთა ინსტიტუტში იყო არის ეს საუბარი, რაზეც ახლა. Voilà. Donc, ce conclusion de ce parcours, eh bien, moi, j'aurais bien aimé savoir, enfin, pas seulement moi, quels textes ont été écrits avec cet écritoire, ces calames en or et tout ça, évidemment. Mais je suppose qu'on ne le saura jamais. On le saura. Et მე რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებს თუ ამ კალმებით ეს ქალი რა სწერდა, რა ტექსტებს ეხება საქმე, იმიტომ რომ საკალმე, ესე იგი, სამელნეში მელანი შემორჩენ, როგორც ქვევში გვინორჩება, ხო? Et quand on regarde de plus près ce genre d'objet, on se rend compte que nous vivons beaucoup dans le fantasme de connaître la totalité. Évidemment, les enfants des écoles, on leur dit la littérature, l'histoire, comme si alors on vous donne quelques éléments, mais ça fait partie d'un ensemble que l'on connaît. Et en fait, il y a beaucoup de trous. Il y a beaucoup de trous. მსგავსი ისტორიები, მსგავსი ობიექტს, როცა აღმოაჩინდა მიყვები მე ისტორიას, ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ დიდწილად ფანტაზიებთ. ფანტაზიაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ სკოლაში რო შეხვიდე, სკოლის ბავშვებმა იციან, რომ ყველაფერი კარგად აქვს პროგრამულად დალაგებული და გონია, რომ ყველაფერი იცი. და სინამდვილეში ეს არის მხოლოდ უმცირესი ნაწილი იმისა, რაც მე შემორჩა და რის ინტეგრაციაც მოხდა სასკოლო დონეზე. Et j'avais une image, l'humanisme, c'est un petit peu comme recoudre les morceaux dont on a perdu les pièces et on essaye de les remettre ensemble. C'est comme Freud, il avait la métaphore archéologique. Exact. Ben oui, ben c'est exactement ça. L'enfance de l'homme. C'est ça. ანუ და ისტორია არის ერთგვარი ერთი ამბავი მეორე აღმოჩენას ერთმანეთზე გადაკერებული რეალობა, რაც თქმა უნდა, ყოველს თლიანობის თავისუფლებას. Mais en même temps, il faut être très vigilant. Parce que tous les régimes de pouvoir, tous les groupes de pouvoir, qu'ils soient politiques, religieux ou autres, sociaux, économiques, fabriquent des totalités, des fantasmes de totalité du savoir. Mais ce qu'on fait dans beaucoup d'endroits, ce qu'on a fait dans beaucoup d'endroits, depuis toujours, depuis le temps des empereurs romains. მაგრამ უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, ეს ძალიან დიდი სიფხიზლესკენ მოგვიწოდებს და ფრთხილად, იმიტომ რომ ესე იგი, ავტორიტარული და ძალაუფლების მქონე ჯგუფები, შეიძლება იყოს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ძალაუფლების მქონე ჯგუფები, ცდილობენ აი ამ ისტორიის ნაგლეჯებისგან ისე კი არ მოიტანონ, როგორც არის თავისი ყრელებით და ჩავარდნებით, არამედ შექმნა ერთგვარი ტოტალიტარული ისტორია, როგორც არის მაგალითად საქართველოს ისტორია, თურქეთის და რაღაცა ერთად. ხო, მაგრამ პოლიტიკური მიზნებით. Et une des tâches des humanistes, c'est aussi de développer l'esprit de la critique de la langue par l'intérieur. Ça, c'est comme la psychanalyse. C'est-à-dire de repérer les coutures. Parce qu'il y a des bonnes coutures et il y a des fausses coutures. და ჰუმანისტების დავალება და ისინი რას ცდილობდნენ ჰუმანისტი ისტორიაში, რომ ენის მიმართ იყვნენ უკიდურესად კრიტიკულები, გულისხმობენ ისტორიულ მონათხრობებს, ნარაციებს, რატომ? იმიტომ რომ ისინი კარგად აღმოაჩენდნენ ამ ნაკერებს. ზოგიერთი ისე იყო ფაქიზად შეკერილი ერთმანეთზე გადაკერებული, რომ ნაკერი არ ჩანდა და ზოგი ისე იყო ერთმანეთზე გადაწეპებული, რომ აშკარად ეთხოვოდა კვალი მამაზაღლობის. Et ce trésor de cette tombe est vraiment un endroit où se croisent beaucoup de coutures,
de toutes les époques et qui sont vraiment très intéressantes, aussi bien de la littérature grecque ancienne, du nouveau christianisme, même de l'écriture, parce qu'il faut penser qu'à cette époque-là, qui savait écrire et lire? Presque personne. Quelques dizaines de personnes de la haute aristocratie ou du haut clergé religieux. და ეს სწორედ ამ საფლავის ისტორია არის სწორედ ისტორია აი ამ ერთმანეთზე გადადებული ამბების, რომელიც ალბათ შეიძლება ვერასოდეს ვერ გავხსნათ ბოლომდე და ამავე დროს ისტორია დამწერლობისაც, იმიტომ რომ გაცნობთ ვინ იცოდა ამ პერიოდში წერა თუ არა ერთიც ჩამოსათვლელმა ადამიანებმა, ისინი რომლებიც იყვნენ სათავეში არისტოკრატიის ან რელიგიური არისტოკრატიის. Et la question de l'alphabet et des langues, évidemment, qui est très sensible en Géorgie. Nino Lorkipanidze, tout à l'heure, me disait, justement, elle y pensait toujours. Elle disait, avec ce trésor, on a vraiment le grec classique en évidence devant soi, et juste, c'est le moment où apparaît la première écriture géorgienne sur les inscriptions des stèles chrétiennes, les premières stèles chrétiennes. და სწორედ ნინო და რადგან ქართველები ამბანის მიმართ უკიდურესად გრძნობიარე ხალხია ამ საკითხის მიმართ, ნინო ლორკიპანიძე დღეს მიმაქცევინა ყურადღება რაზე, რომ ამ აღმოჩენაზე საწერკალმების, ესე იგი რაც ქვია სამელნეს და ასე შემდეგ, ჩვენ წინ მესამე საუკუნის ქართლში არის ჩვენს წინაშე კლასიკური საბერძნეთი, თავისი კლასიკური ბერძნული დამწერლობით. და იმავე პერიოდში ჩვენ გვაქვს ესე იგი სტელა, ეს ორი სტელა, რომელიც აჩვენა ზანქროსოფმა, სადაც არის უკვე ქართული დამწერლობა. ან ფაქტურად ეს არის აი ეს მომენტი კლასიკური ბერძნული და ქართულის დაბადების. Pour terminer, je vais remercier quelques érudits géorgiens et français qui m'ont donné des informations là-dessus. Je les donne par ordre alphabétique. მე მადლობა მინდა გადავხადო რამოდენიმე ქართველ ერუდიტს და მეგობარს და ფრანკს, რომელმაც მე დამეხმარა და ამბანური იმით ჩამოვთვლი მათ სახელებს და გვარებს ამ საქმეში. Il faut les nommer. Andria Apakidze, Eka Valiani, Tinatin Kaorchishvili, Guram Kipiani, Ekaterine Kobakhidze, Guram Lorkipanidze, Nino Lorkipanidze, Jean-Pierre Mahé, Nanuka Maïsashvili, Magda Mchedlidze, Marina Mchvildadze, c'est elle pour le papa de Eugenius. Vartang Nikolaïchvili, Mariam Notsubidze, c'est la fille de la Sorbonne. Anne-Marie Ozanam, ma copine qui sait le grec. Natia Fifia, Nicolas Prudhomme, Jacques Champ, Eliso Tarasashvili, Javier Urquijo, le photographe qui a fait ces magnifiques photos. Et bien sûr, Chalva et Maya, sans qui je n'aurais rien pu faire. Et la Maison Verte, qui a été le lien qui m'a permis d'arriver ici ce soir. Merci. C'était vraiment. On peut revenir. On a l'impression. Ouais. On fait défiler les photos? Allez. Donc la tombe. La tombe. Donc l'écritoire, il est grand comme ça. Ça fait à peu près, on va dire 30 cm. 30 cm იქნება. Oui, oui. კარგად. Et donc, c'était entouré par les images des trois de Ménandre, Homère et Démosthène, et au-dessus la plaque, et à l'intérieur les calams. Voilà la plaque. Donc Basileus Oustamou, Toukai Evgeny. Ça, c'est très drôle à lire. Voilà les muses. Alors quand même, qui sont le grand style grec, avec les drapés, les postures, oui. Et c'est vraiment le style avec les postures du corps. Ouais. C'est le nu grec et le drapé grec. Oui. Est-ce qu'il existe la recherche génétique au niveau de génome de cette femme des os? Je sais pas. Je sais pas. Mais déjà, ils ont réussi. Attends, ils ont trouvé de la poudre. Hein. Oui. Ils ont trouvé que c'était déjà une femme qui est de 40 ans. C'est déjà pas mal. Ça, plus, je sais pas. ანუ ფაქტურად ეს ხო ქვილად გადაქცეული ძვლები და ის რომ
დაადგინეს, რომ ქალი იყო და 40 წლის იყო, უკვე პატარა ამბავი არ არის. Ça, toujours les muses. Oui, elles sont quand même très belles. ადრე გადაგვიდა ჩვენი დასაზომებით. იმ დროის შეიძლება თქვას, რომ ფაქტურად Voilà les trois. მიახლა შეიძლება უწევს სიტყვება და 40. Oui, მაგას აქში ქალიშვილი. attendez, excusez-moi. Alors, écoutez, j'étais avec Nino Lortkipanidze, qui est quand même une grande spécialiste de la chose, cet après-midi. Elle dit que, équivalent de ça, on n'a trouvé nulle part. Non. Oui, c'est aussi bien en Géorgie qu'ailleurs. Alors, par contre, elle pense, en comparant avec d'autres tombes, que ces objets-là, justement, avec ces images des poètes, etc., et des muses, qu'elle pense que ce n'est pas une fabrication géorgienne, mais que c'est fabriqué dans des ateliers, alors Constantinople, Rome, quelque part dans l'Empire, parce que en Géorgie, on faisait le travail d'orfèvrerie, donc les bijoux en or, alors très, très, très poussés. Par contre, on ne faisait pas ce genre d'objet. Donc, elle pense que ça a dû être, alors on ne sait pas, soit un cadeau offert par quelqu'un de très puissant de l'Empire qui l'a envoyé en Géorgie, soit acheté, commandé, ça pouvait être le roi sur place qui passe une commande dans un atelier, je ne sais pas où, en Égypte ou en Espagne ou en Italie, pour faire fabriquer ce genre d'objet. Ça se faisait beaucoup. On passait commande à des artistes, ça coûtait très cher, mais quand on était riche, bah, c'est comme maintenant. Hein. Mais elle pense que de fabrication, le travail de l'or et l'argent mélangés, que cette technique-là, c'est une technique qui n'est pas locale. ან კითხვა იყო რომ ამ საფლავის გარშემო კიდე თუ იყო რაიმე მსგავსი აღმოჩენილი როგორც ეს ხო ხდება რომ ერთი და მეორე მიყვება და არა ესეთი იზოლირებული აღმოჩენაა და რაც შეეხება ნინო ლორტკიპანიძეს კითხვა რომ ეს საქართველოს ხო რა შეიძლება იყოს დამზადებული არა იმიტომ რომ საქართველოს იმ პერიოდში ოქროზე მუშაობდნენ ძალიან დახვეწილი ოსტატები და ძალიან დახვეწილი სამკაულები რომ მსგავს ობიექტებს რომ მიპასუხა ნინო ლორტკიპანიძემ რომ მსგავს ობიექტებს არ ამზადებდნენ ამ მითოს ეს შეიძლება იყოს საჩუქარი ან ის მონუმენტები თუ ფრესკებიც მეტყველებს მაგას რომ მაშინ არ იყო თახუცის Le stèle aussi parle de ça qu'on ne pouvait pas peut-être de faire quelque chose. Oui. მე მაინტერესებს შეიძლება ეს იყოს სამეფო არის ასე თუ წარმომადგენელი რახან ათიდრასთან ამ Le stèle, oui. მე მაინტერესებს შეიძლება უბრალოდ ეს საჩუქარი იყო რომ მე არ ვფიქრობ და საბერძნეთს რომ წამოღებ კი, ამასაც ამბობს რომ ორო საჩუქარი იყო მაგრამ ის რომ უბრალო ქალს არ აჩუქებდნენ ესე იგი ხო ისეთ საჩუქარი Ces femmes, mais il existe des hypothèses, quand vous avez parlé déjà avec beaucoup de spécialistes, parce qu'il existe une hypothèse qui pourrait être des historiens ou des archéologues, qu'est-ce qu'ils en pensent? Il pourrait être quelqu'un. Alors, l'hypothèse la plus développée dit, alors remettons la bague, dit que l'impératrice Sévérina Ulpia, qui était la femme de l'empereur Aurélien, l'empereur Aurélien avait fait beaucoup de guerres au Moyen-Orient, notamment contre Zénobie de Palmyre et contre les Parthes, contre les Perses évidemment. Donc l'empereur romain, Aurélien, voilà. Et Aurélien a fait beaucoup de guerres, notamment contre Zénobie, qui était la grande reine de Palmyre. Et la femme d'Aurélien s'appelait Ulpia. Donc cette historienne a pensé que Ulpia avait fait fabriquer cette bague en se mettant en costume, c'est compliqué, hein, costume d'une prêtresse d'un culte de peut-être de la déesse Cybèle, enfin d'une déesse asiatique, pour dire je suis la reine de l'Asie. Donc ce serait Ulpianasia. Mais
ანუ On ne sait absolument rien. C'est une pure hypothèse. ანუ ნანალალიაშვილის კითხვა იყო რომ რახან თქვენ ესაუბრეთ ამდენ სპეციალისტ ამის ირგვლივ თუ არის მაინც რაიმე ჰიპოთეზები ამ ქალის ვინაობის შესახებ ვინ იყო ეს ქალი და ჟან კრისტოფე პასუხობს რომ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ჰიპოთეზა რომელიც არის რომ საქმე ეხება იმპერატორს ავრელიუსს რომის იმპერატორს რომელიც აწარმოებდა იმ პერიოდში პალმირში ბრძოლებს და ომებს და რომ ამ იმპერატორის ცოლს ერქვა ულფია და სავარაუდოდ ეს ისტორიკოსი ვარაუდობს რომ სწორედ ულფიამ დაამზადებინა ეს ბეჭედი მხოლოდ თავსაბურავი ასეთი ფორმის იმიტომ მიაღებინა რომ ხაზი გაესვა მისი აზიური წარმოშობისათვის და ეთქვა რომ მე ვარ დედოფალი ულფია აზიის დედოფალი Comment? Pourquoi elle sera en Géorgie? La divorce. Alors, ou peut-être qu'elle avait envoyé cette bague à une femme, à une princesse, pour montrer son pouvoir. Vous savez, აკითხავს რატომ მაშინ ეს ქალი რამ დამარხა სვეტიცხოვლის შესასვლელთან როგორც დავით თამაშაშვილი გელათის შესასვლელთან და ალბათ ეს ქალი კი არ არის თავად ეს ულფია დამარხული აქ არამედ მან საკუთარი ძალაუფლების ხაზგასასმელად აქაურ არისტოკრატს გამოუგზავნა ეს ბეჭედი ეს ნივთი ერთს ეკუთვნოდა მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც ერთი სათავე არ აქვს ამ კალამს და ამ ბეჭედს არა ერთ საფლავშია ყველაფერი ხო ანუ რაგულს ხომ ნახე დიახ ერთი ხაზი არ შეიძლება უბიო გამოუგზავნა ისიც და შეიძლება სულ სხვა ხო alors on peut dire que ces deux objets qu'on a trouvés dans la tombe de cette femme où il y a les calamis. oui, l'écritoire. L'écritoire, oui. L'écritoire et la bague, c'est deux choses quand même qui peuvent avoir des histoires différentes. Oui. Qui a envoyé la bague, oui. l'écritoire était envoyé par une autre. Oui, ça. Ou bien le roi a passé commande, le roi qui aimait la littérature a passé commande dans un atelier pour fabriquer ça, pour écrire des manuscrits, comme les grands rois humanistes faisaient ça, à toutes les époques. Ils payaient des sommes astronomiques pour des gens qui venaient leur écrire des manuscrits. Ça. ეს იმ პერიოდში ესე იგი ძალიან დიდარი უნდა ყოფილიყო ადამიანის გავსემ რო ქონდა უფრო დიდარიც კი ვიდრე ახლა იმიტომ რომ ამ ყველაფრის ხელით გაკეთება და ესეთი ნამუშევარი უფრო ძალიან ძვირი რაღაცა. Oui, au temps de la reine Tamar, c'était la même chose. David le constructeur, ils avaient des ministres, ils leur donnaient des sommes énormes pour la littérature, parce que eux, ils avaient ça. როგორც მაგალითად თამარ დედოფლის ან დავით აღმაშენებლის დროს ისინი მსგავსი ობიექტებს ან ლიტერატურის შეძენისთვის უზარმაზარ თანხას იხდიდნენ. Oui. Certains rois étaient des brutes absolus et d'autres étaient des gens très cultivés et qui aimaient la littérature. ზოგიერთი მეფე იყო აბსოლუტურად ველური და ბარბაროსი, ზოგი ძალიან განათლებული და ნაკითხი და ერუდიტი. Je vous remercie. Vraiment, c'est très, très intéressant pour nous qui nous entendons tout le temps de la psychanalyse. Pour nous, c'était comme sortir un peu en air pour dire. Merci beaucoup pour respirer. D'accueillir ce passage en Géorgie. Je vous remercie. Si vous repassez, n'hésitez pas. On sera très intéressés pour un autre sujet. Et merci beaucoup, Shabbat, pour la traduction. Oui. Merci à tous d'être venus si nombreux. საკალმე. დღესაც ასე ყოველ პირველ პასელ ბავშვს მიაკეთეს. რონდის ორი ლარიყის. Je dis c'est un objet qui jusqu'aujourd'hui est actuel parce que les enfants à l'école, tout le monde sont dans leur cartable où il y a des crayons. Absolument, oui. C'est l'objet absolument. Très étonnant, oui. Vous savez, j'ai toujours rêvé de pouvoir assister à votre propos. Et quand j'ai lu votre nom, la lettre d'information, j'ai failli tomber de ma chaise. C'est pour ça. Mais ma question concernerait plutôt les humanistes.
plutôt que l'archéologie. Est-ce que vous pourriez nous raconter un peu vraiment l'histoire éditoriale d'Erasme, les adages? Ah, les adages. Ah bah, c'est un petit peu ça d'ailleurs, les adages. Bon, Erasme, tout le monde sait que c'était le personnage important de l'humanisme en Occident. Ça, oui, on le sait. Mais qu'est-ce qu'il a fait, cet homme-là? Bon, on le sait moins. Alors, ben, une des principales choses qu'il a faites, justement, c'est qu'il a étudié le grec et il a étudié à un point il connaissait tous les dialectes, toute la poésie. Enfin, vraiment, c'est une langue très complexe, le grec ancien, et il est devenu vraiment un grand, grand spécialiste. Il n'était pas le seul, mais il y avait très peu qui étaient de son niveau. Bon. Donc, il a pratiqué. Et pour apprendre le grec, lui qui venait de Rotterdam, quand même, il est allé à Venise, parce qu'à Venise, il y avait deux choses. Il y avait un imprimeur qui imprimait en grec, Aldo Manuzio, qui a été le premier imprimeur de grec du monde, et il y avait une grosse colonie d'intellectuels grecs qui apportaient avec eux des manuscrits qu'ils préparaient justement pour l'imprimeur, pour l'imprimerie. Et Erasme est allé vivre chez eux, et pendant qu'il était chez eux, il a écrit ces fameux adages. Et les adages, c'est un peu la problématique de ce qu'on raconte ici. Parce que les adages, c'est un livre très curieux, c'est un gros livre. Les adages, alors évidemment, adage, en français, ça veut dire un peu comme un proverbe. C'est une formule, mais c'est une formule un peu spéciale. C'est une formule qui doit être courte, donc quelques mots, qui doit être facile à retenir, donc de préférence d'un poème, un vers d'un poème, parce que les poèmes, ils sont rythmés. Donc, un adage pris dans un poème, ça sonne bien, on peut le retenir plus facilement. Et il doit aussi avoir été utilisé par des grands auteurs de l'Antiquité. Et si c'est possible, quatrième chose, être humoristique. C'est quand même, par exemple, alors, l'adage numéro 1, entre amis, tout est commun. Bon, ça c'est sérieux, c'est emprunté à Pythagore, Platon, etc. Bon, donc ça, ok, il y a de la matière. Mais si je vous dis l'ombre de l'âne, ça c'est déjà, on va dire, qu'est-ce que c'est cette histoire? Et il vous explique toute une histoire qui vient de Démosthène, justement, qui raconte que quand Démosthène, un jour, faisait un discours devant l'Assemblée du peuple, à Athènes, et il était avocat, il défendait un homme qui risquait la peine de mort. Donc c'était une affaire sérieuse. Et Démosthène, on raconte, fait un très beau discours, avec des très beaux arguments, et au bout d'un moment de son discours, il se rend compte que les jurés ne l'écoutent pas. Il y en a un qui dort, il y en a un qui lit le journal, il y en a un qui fait des mots croisés, qui va sur son iPhone, je ne sais pas quoi. Qu'est-ce que fait Démosthène? Il s'arrête dans son discours, il descend de la tribune et il s'approche des juges. Il leur dit, messieurs, un jour, un citoyen d'Athènes est parti livrer de la marchandise à la ville voisine. Pour livrer sa marchandise, il avait besoin d'un âne. Il est allé louer un âne et il est parti, il a chargé l'âne et il est parti avec son âne sur la route. Et le loueur qui avait loué l'âne l'accompagnait. Donc ils étaient tous les trois, l'homme, le loueur et l'âne, sur la route. Il marchait, il marchait, il marchait. À midi, il fait une chaleur terrible. L'homme dit, bon, il fait trop chaud. Il cherche s'il n'y a pas un café. Pas de café, un lac, une rivière, rien. Alors qu'est-ce qu'il fait l'homme? Il s'arrête, il enlève le chargement de l'âne, et lui, il va s'asseoir en dessous du ventre de l'âne, à l'ombre. Le propriétaire lui dit, je t'interdis de faire ça. Pourquoi? Il dit, parce que je t'ai loué l'âne, je t'ai pas loué son ombre. L'homme lui dit, c'est pas vrai, j'ai payé pour l'âne complet, y compris l'ombre. Ils viennent, ils discutent, à la fin ils se battent. L'affaire se termine au tribunal. Et à ce moment-là, Démosthène arrête son discours. Il dit, alors messieurs, je vous parle d'un homme qui risque sa tête. Vous ne m'écoutez pas. Je vous parle de l'ombre d'un âne et vous m'écoutez.
On ne sait pas comment l'histoire s'est terminée, si l'homme a été sauvé ou pas. Mais Erasme dit, se battre pour l'ombre d'un âne, ça veut dire se battre pour une chose sans importance, mais qui finit par devenir très importante. Je vais le traduire. Et c'est une expression qu'on peut utiliser dans divers... Voilà. Et Erasme a réuni 4151 formules comme ça, adages. 4151, ça fait beaucoup. Il y a passé plusieurs années à faire ça, avec ses amis grecs qui lui disaient, dans tel livre, dans telle pièce de théâtre, et bon, c'était des fous ces gens-là. Bon. Et tout ça à la main, il n'y avait pas d'ordinateur, évidemment. Donc il a réuni ça, il l'a publié. Et il a dit, si vous lisez les adages, on a exactement le système de notre trésor. Vous allez tomber sur une formule de quelques mots. Voilà, un mot, deux mots, trois mots. À partir de ces trois mots, vous allez découvrir un poète qui raconte une histoire. Dans cette histoire, il y a une autre chose. Vous savez, c'est un roman à tiroir. Et donc, d'un adage, on peut tirer la quasi-totalité de la littérature de l'Antiquité, et de la philosophie, et des sciences, parce qu'il y en a qui touchent à tous les domaines, qui touchent vraiment à la question pourquoi quand on crache en l'air, ça vous retombe sur la figure. Eh ben, il y a des adages là-dessus. Il y a des adages sur comment s'habiller, sur comment se battre, sur comment, sur absolument tout. Comment élever ses enfants, que les enfants qui ont l'air de tout savoir, il faut se méfier parce que c'est... Bon, voilà. Et donc, alors ça a été publié et ça a eu tellement de succès à l'époque, c'était au début du XVIe siècle, que ça a été publié en Italie et pratiquement chaque année, au début il y en avait 2000 et chaque année il a augmenté jusqu'à la fin de sa vie, il y en avait plus de 4000. Donc, et ça se vendait partout en Europe parce que évidemment tous les intellectuels lisaient le latin, donc ils lisaient les adages et à travers les adages, ça leur donnait envie d'aller lire les auteurs dont c'était pris. Et c'était très souvent des poètes ou des auteurs de comédie ou de tragédie, latines ou grecques. Donc, que des auteurs de l'Antiquité, pratiquement tous. Et donc, et à partir de ça, on pouvait remonter jusqu'aux sources, à tout ce qui restait des sources de l'époque, c'est-à-dire ce qui restait des manuscrits, de tout ce qui avait été perdu, et il proposait un chemin pour remonter. Donc c'est un peu, un peu ce qu'on a fait là. Là, on l'a fait avec des petits moyens. Enfin, Erasme, lui, il faisait avec bon, une très grande science. Donc, et à l'époque, on appelait humanistes, alors ça c'est une chose curieuse, ceux qui connaissaient le latin élégant, le latin qui était parlé par les poètes, et ils connaissaient le grec. C'était ça les humanistes. Et humanista, ça voulait dire professeur de latin et de grec. აი ეს არის ჟან კრისტოფის პირველი Vas-y. გამოცემა არის, ესე იგი. Vas-y, აი Nana. ერთს გაჩვენებთ photos, j'ai trouvé sur internet et j'ai téléchargé, mais je ne retrouve pas. გადმოწერა მეგონი. არა უშო საკაც ნახავ. აი აქაც ნახავ. ესე იგი ეს არის ჟან კრისტოფის 5 ტომია ერასმ როტერდამელის ანდაზები, გამონათქვამები, ასე ვთქვათ, ადაჟი სხვანაირად ვერ თარგმნე ქართულად. და მეორე კიდე უფრო შთამბეჭდავი, რომელიც მან დაწერა, არის აი ესეც, ეს უფრო მოკლე ვერსია არის, თუ გნებავთ და ეს იტალიაში ამოფრინე, იმდენად კარგი ხარისხის წიგნია, რომ საფრანგეთშიც კი ვერ ნახეს ისეთი კარგი პრინტერი, როგორც ეს და კიდევ ბევრი მისი, ესე ვთქვათ, თქმულებები, სიბრძნეები, ასე ვთქვათ. L'éloge de la folie, évidemment, oui, oui. Da éloge de la folie. Alors oui, et Erasme a été très connu, surtout par l'éloge de la folie, qui était encore un exercice. Alors c'était encore de la rhétorique, c'était un exercice. Il imagine que la folie parle aux hommes et leur dit, en fait, les hommes, comment dire, je suis votre déesse et vous me rendez un culte. Vous ne vous en rendez pas compte, mais vous êtes tous des fidèles de la folie. Et la preuve, c'est que dans toutes les sortes de gens, les pauvres, les riches, les rois, les prêtres, les moines, les femmes, les hommes, les jeunes, les vieux, tout le monde est fou. Et il donne des exemples. Et elle donne, c'est la folie qui parle, donc c'est un exercice de rhétorique. Il y a eu à Louvre l'exposition de... Ah, il y a eu au Louvre une exposition là-dessus, oui, oui. Et donc la folie
et il raconte comment sont les femmes qui se fardent pour séduire leur mari, comment sont les hommes qui font... beaucoup de gens en passent que Ah oui, pardon, excuse-moi. რეზუმირებულად გადავთარგმნე, ესე იგი, იმიტომ რომ ჟანგრისოვმა ბევრი იმუშავა ერასმუსზე და და მოკლედ ეს არის ერთგვარი სამყარო, იმიტომ რომ თითოეული თქმულება ანდაზა გულისხმობს მთელს ისტორიას, ევროპის, დასავლეთის, ლათინურ ენაზე წერდა, ეს იყიდებოდა, ყველა კითხულობდა ამას და ეს უნდა ყოფილიყო, ესე იგი, სასწავლო, ჭკუის სასწავლებელიც, უნდა ყოფილიყო ამაში სიბრძნეც, უნდა ყოფილიყო ამაში გარკვეული იუმორიც და გარკვეული ძალა უნდა ქონოდა. ერთ-ერთი მაგალითი მოიყვანა, რომ დემოსთენე, როდესაც სასამართლოზე ადვოკატის როლს ასრულებდა და იცავდა კაცს, რომელიც იყო, ესე იგი, რომელიც შეიძლება გაესამართლებინათ დაესაჯათ სიკვდილით, მოსამართლეები იცავდა ამ კაცს და მოსამართლეები მას არ უსმენდნენ საერთოდ. და მან თქვა, მოდით მე მოგიყვებით ერთ ისტორიას და ისტორია მოყვა ესეთი, რომ ვაჭარმა იქირავა ვირი იმისთვის, რომ საქონელი ერთი ქალაქიდან მეორეში გადაეტანა და ვირის გამქირავებელიც თან წაყვა თავის ვირს და ძალიან დაცხა იმდენად და არც წყალი იყო, არც ხე, არაფერი საერთოდ უდაბნო სრული და ვაჭარმა ამ თავის ნაქირავებ ვირს მოხსნა საპალნე და სხვა დანარჩენი ტვირთი და ვირის ქვეშ დაჯდა, ვირის ჭრდილში. და ამაზე გაგიჟდა გამქირავებელი ვირის, თქვა რომ მე შენ ვირი მოგაქირავე, მისი ჭრდილი არ მომიქირავებია, უნდა დავიმატო მეტი, ამა თქვა რა მე ვირი ვიქირავე, ჩემი ჭრდილიანად, ვირის ჭრდილიანად. და ამის გამო ისინი წავიდნენ სასამართლოში, ერთმანეთი კინაღამ დახოცეს. და ამას რო ყვებოდა დემოსთენე, ყველა მოსამართლე უსმენდა გაფაცისებით და მამის შემდეგ მან უთხრა, რომ თქვენ რა ხალხი ხართ, რომ ესე იგი კაცმა შეიძლება თავი დაკარგოს, სიკვდილით დაისაჯოს, მე ვცდილობ მის გამართლებას და თქვენ არ მისმენთ და ვირის ჭრდილზე გიყვებით ამბავს და ყველა ყურადღებით მისმენთ. და ამიტომ ეს ვირის ჭრდილი მერე ენაში დამკვიდრდა როგორც რაღაც ამბავი, რომელსაც დიდი არაფერი აზრი არ აქვს, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანი, მოკლედ ეს იყო ერთ-ერთი მაგალითი ერას როტერდამი, მაგრამ იქ არის აღზრდაზე როგორ უნდა აღზარდო ბავშვი, მოკლედ მთელი სიბრძნის კონოტი შეიძლება ასე თქვა. როგორც სხვათა შორის ეს ძალიან გავს იმას სულხან საბაურბელიანის იგავარაკებს. მე მგონი არის არა. ყველა ენაზე უნდა იყოს რომ არის მანამდე სანამ ხა ჟან-კრისტოფი გამოსვენა, მანამდეც იყო ფრანგული გამოსვენა, მან თავიდან თარგმნა და მთლიანი კრებული გააკეთა, ეს წიგნი არის აი ესეთი დიდი საკმაოდ ძვირია. Et il faut ajouter une chose. Pourquoi Erasme et les humanistes ont provoqué des bouleversements comme ça en Occident? Il y avait une raison. C'est parce que l'Église catholique avait interdit la lecture et l'étude de la littérature païenne de l'Antiquité. Et je veux dire pourquoi, parce qu'il y a une raison. ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი ერას როტერდამელი, იმიტომ რომ კათოლიკურ შუა საუკუნეებში კათოლიციზმმა აკრძალა წაეკითხათ, კატეგორიულად იყო აკრძალული ქრისტიანობამდელი ლიტერატურა. Parce que dans la littérature grecque et latine de l'Antiquité, dans Homère par exemple, à chaque ligne, on ne parle que des dieux païens, des dieux Zeus, Jupiter. ანტიკურ ლიტერატურაში ყოველ მეორე საბზეთზე ლაპარაკობენ თავიანთ ღმერთებზე, პოლითეიზმზე. Or, qu'est-ce que c'est les dieux païens? C'est les diables. Et les diables doivent être éliminés de la surface de la terre. Donc, même un texte qui parle d'un dieu païen, en fait, c'est un texte du diable, donc il faut le brûler. ამიტომ კერთაყვანისმ ღმერთზე სადაც წერია ტექსტში, ეს არის კერთაყვანისმ ღმერთი უდრის კათოლიციზმისთვის ეშმაკს. ესე იგი ყველგან ეშმაკზე წერია. ამიტომ ყველგან სადაც არის ნახსენები ეშმაკი, უნდა იყოს დამწვარი. Et quand Ah non, non, non. Le pape lui a proposé de devenir cardinal, mais il n'a jamais été cardinal. C'est encore une autre histoire. Oui. Oui, oui. Bon. On termine. Bon. Alors, dernière phrase. Quand les chrétiens ont pris le pouvoir dans l'Empire romain, au temps de Constantin, ils ont donc fait disparaître tous les temples et les lieux de religion païenne, évidemment, mais aussi toutes les bibliothèques, parce qu'elles contenaient des ouvrages qui parlaient des diables.
და როცა ქრისტიანობა გახდა რომი, კონსტანტინ მის იმპერატორის დროს ცნობილი იმპერატორი როცა გახდა რომი, ესე იგი მთლიანად გადამწვარი იქნა ერთთაყვანისმული და ესე იგი უწყალებლური ლიტერატურა. Donc l'humanisme, c'est le diable, à la santé du diable. ესე იგი ჰუმანიზმი და მისი ისტორია არის ეშმაკთან დაკავშირებული, გაუმარჯოს ეშმაკს. Le voyage extraordinaire. Et c'est amusant. Bah, c'est-à-dire qu'on ne prend pas le temps de tout ça. Il faut que les touristes viennent. C'est vrai que c'est très intéressant. Et là, franchement, cet après-midi, j'ai vu une Nina. Elle est vraiment intéressante, hein. Elle connaît des trucs. D'accord. Ouais. Si vous avez l'occasion de la faire venir. Et bah, Si, si, elle fait Ah oui, elle sait faire ses recherches aussi sur ces trésors, les arts intéressantes et tout. Oui, Au début, quand j'ai lu votre texte, oui. j'étais complètement désespéré. Ah oui. Je pensais que je ne pouvais pas traduire ça, alors que ça a bien marché. Oui, oui. Oui, bien sûr. Great work, your great work. Excellent. Vive pour le. Merci. Ah ouais, bravo. Il y a plusieurs. Et aujourd'hui, avec la porte d'attaché. C'est ça. Oui, il y a Oui. Ça t'a intéressé? Oui, c'est très bien. Ah ben, il y a beaucoup de liens finalement. Oui, oui. C'était le goût de la métaphore. Vraiment. Et ça, c'était la terreur pour les religieux. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე ძალიან ბევრი სტუდენტი გვეყოლებოდა შესაბამისად ეს შეერნის მიმართ და იყო სხვანაირად კი ახლა საერთოდ რაღაცა ის პროგრამის მაი ეს რო გამორთო რომ შევინახოთ J'ai financé une tournée à l'université. Non, j'en suis à la retraite. Allô? Professeur Sorbonne, professeur. Non. Il fait des conférences. Seulement les conférences.